საგამშვიდობისა დღეს 3 ივნისია, სამშაბათი, ეს იმას ნიშნავს, რომ იმედზე პოლიტიკის დროა. საქართველოს არც ერთ რაიონში ჩვენ არ უნდა დავუშვათ სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვება. ვინ როგორ გაიგო პრემიერის ეს მოწოდება? ეს არის პირდაპირი დავალება, რომ გააყალბონ არჩევნები. შხამის შეუტანია ქვეყნის ცხოვრებაში, როდესაც ხელისუფლების მეთაური ძახს, რომ ჩვენ ამას არ დავუშვათ. ჩვენ ყველას წარმატებას უსურვებთ საკუთარი წარმატების შემდეგ. ის მიერ გაკეთებული განცხადება ეს იყო მექანიკური შეცდომა. საარჩევნო ოლქებიდან მოხსნილი კანდიდატურები და ღიად დარჩენილი სიები. ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. ძალიან სამწუხაროა, რომ დღევანდელი ხელისუფლება წინა ხელისუფლების შეცდომებზე ვერ საუბრობს. ძალიან გავს ეს ყველაფერი რაღაცა სიცილიურ განგსტერულ სერიალებს. გამოვლინდება რომელიმე ამ შემთხვევაში, რომ ვინმეზე იყო ზეწოლა, რეაგირება იქნება მკაცრი. ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ალიანსის გაფართოების დეკლარაციას იღებს. მიიღებს თუ არა სექტემბერში საქართველოს მაპს. ჩვენ წინასწარ არ ვქნით მოლოდინებს. ვფიქრობ, რომ მაპის საკითხი ნატოს შემდეგი სამიტის თემა არ იქნება, მაგრამ ჩვენ ვხედავთ იმ პროგრესს, რაც არის საქართველოში. ქვეყნის საგარეო და საშინაო გამოწვევებზე პოლიტიკური დებატები. თამარ კორძაია, გიგლა გულაშვილი, თინათინ ბოკუჩავა, გიგი წერეთელი. დღეს პოლიტიკის დროში. ატრას სასამართლო დათა ახალაიას გირაოთია თავისუფლებს. თბილისის სასამართლო გირგულიანის საქმის არსებით განხილვას იწყებს. ყველანი უნდა მიეცნენ პასუხისგებაში ისინი, ვინც დამნაშავეები იყვნენ. სასამართლოს და დამხმარე საზოგადოებას გაუცოცხლა იმ ამაზონი დანაშაულის დეტალები. ჩვენ არანაირი კავშირი არ გვაქვს გირგულიანის საქმესთან ამ შემთხვევაში. რატომ აერთიანებს სანდრო გირგულიანის პროცესი სისხლის სამართლის ორ საქმეს? ორივეგან ახალაიას გვარი, ორივე დანაშაულის ადგილი ოქროყანის სასაფლაო. რას ედავება პროკურატურა ბრალდებულებს და რა ვერსიები აქვს დაცვის მხარეს? გიორგი იანუქიძე, ირაკლი ზაქარეიშვილი, დავით ჯანდიერი. დღეს პოლიტიკის დროში. მაშასე თქვენ უყურებთ პოლიტიკის დროს, მივესალმები ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმრებს, ხელისუფლებიდან გიგლა გულაშვილი, თამარ კორძაია, ოპოზიციიდან გიგი წერეთელი და ძალიან მალე შემოგვიერთდება თინათინ ბოკუჩავა. საგამშვიდობისა დიდი მადლობა იმისთვის, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. სულ რამდენიმე საათის წინ საზოგადოებამ შეიტყო, რომ ფინანსთა სამეცნიერო საგამოძიებო სამსახურმა დააკავა გიორგი ღონიაშვილი, რომელიც არის გიგი უგულავას ქვისლი და ამას მოყვა ყოფილი მერის განცხადება, მყისიერი განცხადება, პოლიტიკურ დევნად შეაფასა ეს ყველაფერი და ამიტომ მოდით ოპოზიციისგან დავიწყებ საუბარს, იმიტომ რომ მათ შეფასება საინტერესოა, ეთანხმებიან თუ არა გიგი უგულავას ამ საკითხში, მით უმეტეს გიგი უგულავამ ამ განცხადების გაკეთებისას განაცხადა, რომ გიორგი ღონიაშვილს არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან, მაშინ რატომ თulit რომ ეს არის პოლიტიკური დევნა ბატონ გიგი? მივესალმები ტელემაყურებელს, ეს ახალი ფაქტია, მესმის თქვენ ამით იწყებთ. დიახ. ეს რო იყოს რაღაცნაირად ამოვარდნილი ზოგადად სურათიდან მოვლენა ერთი იზოლირებული, შეიძლება მართლაც გაგიჩნდეს კითხვა, რომ რატომ მაინცა და მაინც ამ შემთხვევაში რაღაც პოლიტიკური მოტივი არის. ჩვენ ვხედავთ თელ სერიას, ხო? მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, აღარ წავალ 1 წლის და 2 წლის წინ, პრაქტიკულად მუდმივად ჩვენ ვხედავთ ცდილობას, რომ მაქსიმალურად მოხდეს რაღაცნაირად დისკრედიტება, ну, ამ შემთხვევაში უგულავაზეა საუბარი, საქმე აღძრულია, არაერთი საქმე არის აღძრული. ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი ის მტკიცებულება, რომელიც თავიდან არის ხმამაღლა მომახიანად განცხადებული პროკურატურის მიერ და ეს საქმეები შემდგომში იშლება და ასე შემდეგ. ამიტომ სრულიად ბუნებრივია ხა უგულავამ დღეს თქვა მე უსმენდი რაღაცა ნაწილს, რომ პრაქტიკულად ვისაც ხელი ჩამოვართვის, შემდეგ ყველა ამ პროკურატურაშია, ან ფინანსურ პოლიციაშია დაბარებული და ასე შემდეგ. თუმცა ამავე დროს უნდა მას ისეთი წერე ყავდა მთელი ამ წლების განმავლობაში, რომელსაც ჰქონდათ პოლიტიკასთან შემხებლობა, ამიტომ ხელი ჩამოთვლება კონკრეტულად. მე არ ვლაპარაკობ ამ კონკრეტულ შემთხვევაზე, იმიტომ რომ ხა თუ თქვა ადამიანმა, რომ მას არ ჰქონდა შეხება პოლიტიკასთან, ეს ადვილად დასამტკიცებელია, ხო? ზოგადად ჩვენ არ ყოფილვართ წინააღმდეგ იმისა, რომ გამოძიება ჩატარდეს, გამოძიებამ თავი თქვას თავის სათქმელი, მაგრამ ხანდახან ეს გამოძიება კი არა უმეტესად იწელება რაღაცა თვეობით, ზოგჯერ წლობით და შედეგი არ არის. თქვენ ეთანხმებით გიგი უგულავას, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა, ბატონ გიგი? მე ვფიქრობ, რომ ეს არის სწორედ ნაწილი იმ ძალიან დიდი კამპანიის, რომელიც წარმოებს ამ შემთხვევაში მთავარი ოპოზიციური ძალის ნაციონალური მოძრაობის
წინააღმდეგ და მიუხედავად იმ ინფორმაციისა, რომელიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გაასაჯაროვა, დაკავებისას მას აღმოაჩნდა თანხა, საკმაოდ დიდ რაოდენობაზეა საუბარი. დაახლოებით მსგავსი სიუჟეტი გავიხსენებ. გავდა ამას ძალიან რაღაც ეგ კომპანიებს შორის თანხების გადარიცხვა საკონსულტაციო და ასე შემდეგ. ნიკა გვარამიაძე პირველი მე მგონი ყველას ეს გაახსენდა ვინც იცოდა ეს საქმე და შემდეგ გარკვეული თვეების შემდეგ ნიკა გვარამია გამართდა და ეს საქმე აღმოჩნდა პრაქტიკულად აბსოლუტურად მტკიცებულებების სერიოზული მტკიცებულებების გარეშე. ამიტომ ამ შემთხვევაშიც მე ვფიქრობ რომ თუკი იქნება გამოძიება ობიექტური და არ იქნება მსგავსად იმ ბევრი პოლიტიკურად მოტივირებული საქმის რომელიც შემდგომ იშლება შემდეგ ქართულ ოცნებას და ხელისუფლებას უწევს რაღაცნაირად თავისი მომხრეების დამშვიდობა, ნუ რა ვქნათ ახლა ხანამაც ბრალდება, ხან იმას, ხან სასამართლოს და ხან სხვა, თავარი ერთი რამ არის, რომ ყოველთვის ეს ასე მოხდება. როდესაც არ არის კონკრეტული საქმე, როდესაც არ არის კარგად შეკრული მტკიცებულებები და ამას აქვს სურვილი იმისა, რომ პოლიტიკური მოტივი აქვს და სურვილი, რომ ადამიანი იმის გამო დასაჯარო, რაღაც ჩემი ოპონენტია, ხშირ შემთხვევაში ჩვენ ამას ვხედავთ დღეს. ამიტომ ეს ყოველთვის ასე დასრულდება. მოდით ახლა ხელისუფლების პასუხი მოვისმინოთ ამაზე, რა პასუხი აქვს ხელისუფლების წარმომადგენლებს ბრალდებაზე პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით? ფული რო აღმოჩნდება ადამიანს, მაბატიეთ რა, ფული რო აღმოჩნდება ადამიანს, ეს ჯერ სულადაც არ ნიშნავს, რომ ეს არის რაღაცა კრიმინალური, მეორე არის ნაწილია, მათ არ საუბრობს. ის რა განცხადა რომ ეს ფული მიდიოდა მაინცა და მაინც ნაციონალურ მოძრაობაში. იქნებ მიდიოდა მაშინ ქართულ ოცნებაში. გადარიცხვები არსებობდა. ფინანსთა სამინისტროს საუბრობს. კონკრეტულად თქვენ თვით რომ ფულით დააკავეთ. ფული თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ აქ რაღაცა მით უმეტეს ბიზნესმენის. ბატონ გიგლა. დიახ. ქაბატონ თინათინ ბაკუჩავა შემოგვიერთა საღამოშტოვის საკმაოდ მობრძანებისთვის. პოლიტიკური დევნის ბრალდება ამ კონკრეტული შემთხვევიდან. მაშინ როდესაც ხელისუფლებას აქვს პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა მორატორიუმი. რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ ახლა გიორგი ღონიაშვილის დაკავება ამ დროს, როდესაც თავად ხელისუფლებამ გამოაცხადა ერთგვარი მორატორიუმი. ხელისუფლებას არ უთქვამს, რომ ის არ აღკვეთს დანაშაულს, ის არ აღკვეთს უკანონო ქმედებებს და ასეთი რამ რომც ეთქვა და ასე რომც მოქმედებს ხელისუფლება ბუნებრივია დამსახურებულ კრიტიკას ჩვენ მივიღებდით მათ შორის ოპონენტებისგანაც და შიგნითაც გვექნებოდა ეს განცდა რომ არ შეიძლება იცით სამართალი არ შეიძლება გაჩერდეს პროცესი არ შეიძლება შეჩერდეს მთავარი არსებითი რა არის რომ არ გქონდეს პოლიტიკური დევნის კომპონენტი საქმიანობაში ეხლა კი, ამბობენ, აი ახლა ბატონი გიგის ასე თქვა ძალიან დიდი კამპანია. ანუ ეს ამ საქმეზე კი არ ლაპარაკობს მარტო ბატონი გიგი, ზოგადად არის ქვეყანაში შექმნილი წინასაარჩევნო ვითარება, როგორც ჩანს, ისინი თავს გრძნობენ შევიწროებულად, დაჩაგრულად, მათ დევნიან პოლიტიკურად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნუ არ ვიცი, ეს ახალი საქმეა, რაც გამოქვეყნდა ეს მასალები, რასაც ვეცნობი, მე არ მიკვირს სქემა, რაც წავიკითხე, ყოველ შემთხვევაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში რა ინფორმაციაც არის, არ გამოკვირვა მეთოდმა, მოდელმა, მოქმედების მტკიცებულებები. სწორედ ამაზე აქვს პრეტენზია ოპოზიციას ყოველთვის, რომ მტკიცებულებები არ არის არასაკამარისი. მე ჯერ ვერ ვიტყვი, სულ რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნებული ინფორმაცია და ამ ინფორმაციაში რასაც ვკითხულობ, მე ვარაუდობ, როგორც ამ სფეროს ყოფილი წარმომადგენელი და სპეციალისტი, ვარაუდობ, რომ ამ ტიპის ინფორმაცია არ შეიძლება იყოს ფანტაზიის ნაყოფი. მაგრამ მე ვამბობ, რომ თვითონ სქემა არის ჩემთვის ისეთი მანიშნებელი, რადგან ეს ბუნება, ანუ ფულის გათეთრების ეს ხერხი, პარტიის დაფინანსების ეს მეთოდი ახალი არ არის. ამ პარტიისთვის არ არის ახალი, ქალბატონ თინათინი შემოვიდა ჩვენთან და გიგი წერეთელმა სწორედ 2 წუთის წინ შეგახსენათ ის ისტორია, რომელიც ნიკა გვარამიასთან და კახა დამენიასთან იყო კავშირში, ასევე ფინანსურ მაქინაციებზე იყო ბრალი წაყენებული ამ ორი ადამიანის მიმართ. მე სასამართლომ როგორც დავადგინეთ, როგორც გამოიტანა განაჩენი გამართლა ორივე ადამიანი. კარგად ეს ვიცით ჩვენ თქვენი მე როგორც გამომძიებელი და მე როგორც პროკურორი ვიცნობდი ამ მეთოდებს და არა როგორც განმახორციელებელი ამ მეთოდების. მე არ ვიცი რა შეიძლება თუ არა, მაგრამ ხო ჩვენ გვახსოვს ძალიან ბევრი ასეთი თემა წინა პერიოდშიც. არა, მე როცა რომელ პერიოდში ბატონო გიგი? რას გულისხმობთ ამაში, მაგრამ მოდი დავასრულებ. ბევრი ფული შემოდიოდა ზა. მოდი აც დავასრულებ. მაინც დავაკონკრეტოთ ერთ-ერთი რომელ პერიოდს გულისხმობს ბატონი გიგი თქვას ბარემ. თუნდაც წინა საარჩევნო დაადრე. რომელი ადრე? 1 ოქტომბრამდე საუბრობთ?
გასაგებია, კარგით. ნუ ვერ მივხვდი ბრალდების შინას, მაგრამ ეს არ არის არსებითი. ბრალდება სულადაც არ არის, არის აღნიშნვა ფაქტის, რომ თქვენთვის შეიძლება ეს ერთადერთი რაც შემიძლია როგორ მოხდეს, რაღაცა ფულის გადარიცხვა, გადმორიცხვა. ქართულ ოცნებას ხონდა ფინანსურ საქმეებთან დაკავშირებით პრობლემა, ამას გულისხმობს ბატონი გიგი, მე მგონი 2012 წლის წინა საარჩევნო პერიოდზე. თინათინით შემოვიდა, ზუსტად მე მასთან მქონია საუბარი, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის უკანონო დაფინანსების გარკვეულ სქემებზე, როდესაც ის იყო კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილე და წინა საარჩევნო პერიოდში. უკაცრავად მე არ მინდა ესე ჩაგეჭვათ, იმიტომ რომ არ მქონია შესაძლებლობა იმის, რომ რაღაც შესავალი სიტყვა მქონდა, მაგრამ ქართული ოცნების სქემებზე იყო მე საუბარი და ნაციონალური მოძრაობა. მე თქვენთან მქონდა საუბარი ზუსტად ნაციონალური მოძრაობის დაფინანსების უკანონობაზე და შესაბამისად კანონიდან გამომდინარე, მაგრამ ამის თაობაზე უკაცრავად არ ვაპირებ თქვენთან კამას, მაგრამ მასიური ხასიათი გავაგზელებას. მოდი ერთ ციტატას წაგიკითხავთ ახლა. მასიური ხასიათი. დარღვევებს მქონდა მაშინ ადგილი, როდესაც ვიცით რომ ბატონმა ბიძინამ დააფინანსა მთელი კამპანია და ვიცით რაღაც სხვადასხვა კომპანიები აფინანსებდნენ. აზრი შეიძლება დავასრულოთ. მე მგონი კარგად იცით. როდესაც ზეწოლაზე ლაპარაკობენ, წავიდეთ. კი ბატონო, მაგრამ მე უფრო დღევანდელ მე არ მომწევს აღზრდა იმის უფლებას, რომ ახლა გეკამათოთ ასეთ ფორმატში. არ შეიძლება დავამთავრებ აზრს გითხარით, თუ შეიძლება და თქვენ გეკითხავთ. დაასრულოთ ბატონ გიგმა, მივცემთ ქაბატონ თინას აუცილებლად საშუალებას წარსულზე დავსვათ კითხვა ნაციონალური მოძრაობის კრებზეც და ხმაში რატო ორ ხმაში რატო ლაპარაკობთ? სიმღერა ხო არ არის არა? დავასრულოთ ბატონ გიგმა, ისმენთ. ხო. ნაციონალური მოძრაობის დღეს გამოქვეყნდა ეს, ნახეთ გურია ნიუსის ინფორმაცია და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მიხეილ გოგოტიშვილის ციტატა მომყავს. კი მინდოდა რომ ყოფილიყო რაიმე ზეწოლა ამ კაცზე, ერთ-ერთ კანდიდატზე, რომელმაც მოხსნა საკუთარი ნებით კანდიდატურა. კი მინდოდა რომ ყოფილიყო რაიმე ზეწოლა ამ კაცზე, მაგრამ არადასტურებს თვითონ და არ ვიცი რა იყო ზუსტად. მე ძალიან ვთხოვე, იქნება იყო რაიმე ზეწოლა, მაგრამ არანაირად არ დასტურდება, როგორც თავად კილაძე ამბობს საკუთარი განცხადების საფუძველზე მოხსნა კანდიდატურა. ეხლა მე მინდა ჩვენ სხვა თემაზე გადავდივართ. ფინანსური საარჩევნო გარემოზე გადავიდეთ საარჩევნო ფინანსურ საკითხზე უნდა დავამთავროთ. თქვენ ახსენეთ ალბატონებს არ გამოვისვენ თავიანთი აზრი. ძალიან დიდი კამპანია თქვენ ხართ ეხლა ყოფილი გამომძიებელი პროკურორი მაღალი თანამდებობები გქონდათ. მოდით კონკრეტული შემთხვევა როცა გვაქვს ეხლა იგივე ამ შემთხვევაში უგულავაზე არის ხო საუბარი. მისი პრესკონფერენცია იყო ხო. როდესაც ეხლა მიადგებიან და ჯერ სიმამს რომელიც ავად არის და რაღაცას მას უზამენ. შემდეგ პრაქტიკულად მის ირგვლივ ვინც არის ყველას. შემდეგ ამ ადამიანს რომელიც დღეს დააკავეს. როდესაც არის პოლიტიკური პროცესი, გადააყენეს ღამე, საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა რომ ეს არ იყო სწორი და ასე შემდეგ. ეხლა რა დავარქვათ ამას? მე ვფიქრობ რომ რაღაცა გარკვეულწილად ძალიან რბილი უნდა იყოს შეფასებებში, რომ ამას პოლიტიკური მოტივი არ მოუძებნო. მე თუ მეცაც გეტყვით, გავანებოთ ამ კონკრეტულ შემთხვევას თავით. ათობით, აგერ მთელ სიის მოხსნაზე იყო ლაპარაკი. უამრავ რაიონში სასახლე ბატონებო, ეხლა ჩვენ სასაუბრო თემებს ახსენა ბატონმა გიგლა. აუცილებლად ვისაუბროთ ციებზე წინა საარჩევნო პერიოდის თავისებურებებზე. უბრალოდ ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით თქვენ ბატონ გიგლა აცხადებთ რომ უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება გაკეთდეს განცხადება. მე უბრალოდ რატომ მინდა ეს კითხვა თქვენთან დავსვა, იმიტომ რომ ქაბატონი თინათინ ბოკუჩავას მისამართი თქვენ განაცხადეთ ქართულ ოცნებას ამ ხრივ ქონდა ძალიან ბევრი პრობლემა წინა საარჩევნო პერიოდში. არა, ჩვენ გვახსოვს, სულ რომ დავანებოთ ქაბატონ თინათინ ბოკუჩავას ფაქტორს ამ შემთხვევაში თავი. თქვენ როგორც ამ საკითხში თქვენი გადასახედიდან ძალიან ბევრჯერ დაზარებულ პოლიტიკურ პარტიას არ გექნებოდათ იგივე განცდა თუ კი მტკიცებულებები არ არის ამ შემთხვევაში ოპოზიციის მხრიდან არის განცხადება რომ არ არის კაცრი გამყარებული მტკიცებულებები მათ აქვთ ამის განცდა რომ ისინი ხელისუფლება ებრძვის ოპოზიციას ამ კუთხით. დღეს მსჯელობა ამასთან დაკავშირებით ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით იქნება ზედაპირული, რადგან არც თქვენ არც არავინ ამ სტუდიაში არ ფლობს რეალურ ინფორმაციას. უნდა ვენდოთ ან საგამოძიებო მასალებს, ან ერთი წამით. კი, მოგცემთ საშუალებას. დავდივართ რეგიონებში, სოფელ-სოფელ. რეგიონებში არ დავდივართ, კაცო. გასაგებია და იქ მოუნებიან წერილი კეზერაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, როგორც კეზერაშვილი, რომელიც განიხილებოდა ერთ-ერთ მთავარ დამფინანსებლად. გახსოვთ?
ვიფიქროთ რა, ლოგიკური ჯაჭვები ავაგოთ რა. სასამართლო მე საფრანგეთის სასამართლო პროკურორი პროკურორი გამოვიდა საფრანგეთში და პროკურორმა თქვა რომ პოლიტიკური დამახორციელება არა რომლებიც წერდნენ საფრანგეთის მართლმსაჯულების ორგანოებს იმის თაობაზე, რომ კეზერაშვილს განიხილავთ და მის გარეშე ნაციონალური მოძრაობა დაიღუპება. გახსოვთ? იმიტომ რომ ეს არის თავარი მაგალითი იმის. ამიტომ ვამბობ რომ შემთთვის დაიღუპება ხა ამ სქემაში. ბატონმა გიგნებდა შემთხვევაში მე დასკვნებს არ ვაკეთებ, მე უდანაშაულობის პრეზუმპციას არ ვარღვევ და ვერ დავარღვევ, მაგრამ მე სამართალდამცავება და არ დაარღვია საფრანგეთმა. მე ვამბობ რომ ამ სქემაში რა სქემაც გამოაქვეყნა საგამოძიებო სამსახურმა, ჩემთვის მოულოდნელი არ არის არაფერი იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც გაქვს. კარგი, ქალბატონ თინა, თქვენთვის რა არის ყველაზე მეტად მიუღებელი დღეს გავრცელებული ინფორმაციიდან და რა გაძლევთ იმის განცხადების საფუძველს, რომ ეს არის მხოლოდ პოლიტიკური დევნის ელემენტი? მადლობა, რომ ეხა მომეცა საშუალება, იცით რა არის, მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპლექსურად შევხედოთ ზოგადად ამ თემას, ხო? ეს არ არის მხოლოდ ერთი საქმე, ხა რა თქმა უნდა, ეს კონკრეტული საქმე თქვენ ამ საქმის განხილვით დაიწყეთ და ჩვენი თანაგუნდელია, ჩვენი ლიდერია და ძალიან მნიშვნელოვანია გიგულგულავსთან დაკავშირებული აბსოლუტურად ყველა საქმე. თუმცა ეს უნდა განვიხილოთ კომპლექსურად. და რას გულისხმობ ამაში? როდესაც ახლა ვახსენებდი, რომ დადიან ჩვენი კოლეგები და ჩვენც დავდივართ რეგიონებში, ვესაუბრებით ჩვენს მხარდამჭერებს, ვესაუბრებით ჩვენს კანდიდატებს, ხო? ყოველდღიურად მიმდინარეობს მათზე ზეწოლა. ყოველდღიურად მიმდინარეობს ზეწოლა, რომ ისინი გადადგნენ, ყოველდღიურად მიმდინარეობს მათზე ზეწოლა, რომ საერთოდ არ იყვნენ კამპანიაში ჩართული ამა თუ იმ ფორმით. და მინდა გითხრათ, რომ იმ შემთხვევებში, როდესაც ამას არ აქვს ის ფორმა, რომ აი რაღაც უბრალოდ დაიბარებენ პოლიციაში და ამაზე ძალიან ღიად საუბრობენ ჩვენი მხარდამჭერები და ჩვენი კანდიდატები. მე აღიძრება ხოლმე პირდაპირ სისხლის სამართლებრივი საქმე. მაგალითად, ქონდა ესეთი მაგალითი დუშეთში, ქონდა ესეთი მაგალითი ხონში, ქონდა ესეთი მაგალითი თბილისშიც ჩვენი ერთ-ერთი მაჟორიტარობის კანდიდატი. როდესაც ისინი აცხადებენ თავიანთ მზადყოფნას იმისთვის, რომ კენჭი იყარონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, მხოლოდ შემდგომ იწყება ხოლმე ეს სისხლის სამართლებრივი საქმეები. ხა ამაზე შეგვიძლია უბრალოდ მოვიყვანოთ ჩვეულებრივად სტატისტიკა და ფაქტები და ვისაუბროთ იმაზე, რომ ადამიანი როდესაც გამოდის და აცხადებს რომ მე მინდა მონაწილეობა მივიღო არჩევნებში და შემდეგ უცებ პროკურატურას უჩნდება კითხვები, ეს არის სწორედ პრობლემატური, თორემ თქვენ ფიქრობთ, რომ ხელისუფლება ძალიან უჭერს ამარჩევნების წინ და ამიტომაც მიმართავს ამ მეთოდებს? სწორედ ამას ვფიქრობ და რატო ვფიქრობ ამას? ამასაც გეტყვით ორი სიტყვით და მე ალბათ ჩემი კოლეგებიც დაამატებენ. ამას ვფიქრობ, იმიტომ რომ რეალურად რაც შეეხება საქმეს არაფერი არ არის გაკეთებული, ხო? ეს რაღაც მითიური 100 ქარხანა, რომელიც უკვე მართლა მითად იქცა, ეს მითიური ტარიფების დაკლება, რაღაც ბანკები, ნუ ამაზე ასერთ არც ვილაპარაკებ, იმიტომ რომ რაღაც მართლა ოცნებები იყო, უბრალოდ რაც ბიძინა ივანიშვილმა შესთავაზა მოსახლეობას, მაგრამ რეალურად მოსახლეობა ამას ხედავს და სწორედ სხვათა შორის იმ რეგიონებში, სადაც მათ ყველაზე ძალიან უჭირთ, სადაც ჰქონდათ შედარებით უფრო დაბალი შედეგები საპრეზიდენტო არჩევნებში და ასევე მოსახლეობა ყველაზე დიდ წუხილს გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, რომ არაფერი არ არის გაკეთებული, იგივე იქნება ეს მანისი, იქნება ეს ბოლნისი, იქნება ეს თეთრი წყარო თუ ასე შემდეგ. სწორედ იქ მიმდინარეობს ყველაზე მძიმე ზეწოლა ჩვენს კანდიდატებს. ის რომ შეიძლება მოსახლეობას ჰქონდეს გარკვეული მეტგაცრუება ქართული ეთნების მიმართ, ეს შეიძლება აისახოს თქვენზე დადებით და თქვენი მომრჩეველების რიგი გამრავლდეს, ამის თქმა გსურთ? თქვენ კარგად გიცნობს თქვენს პოლიტიკურ ძალას, კარგად იცნობს ხელისუფლებაში მოსახლეობა. პირდაპირ ძალიან მარტივ რეალობას ვამბობ, რომ ზეწოლა მიმდინარეობს ძალიან ბევრ რეგიონში და ალბათ ყველგან, თუმცა იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ყველაზე დიდია იმედგაცრუება, ამას ვამბობ მე ჩვენი შეხვედრებიდან გამომდინარე, იქ პირდაპირ ზეწოლა და აი სწორედ ის მცდელობა, რომ საერთოდ სიები მოხსნილი იყო, ხო, იგივე მანიში და ასე შემდეგ იყო ძალიან მაღალი. მე მოგვარდა მე რამდენადაც. საერთოდ უწყებათა შორის კომისიას გაუწია ესეთი უწყებათა შორის კომისია ქალბატონი თეატრიკენის ხელმძღვანელობით, რომელიც თითქოს და იმისთვის არის შექმნილი, რომ პროცესები გააუმჯობესოს, მიუწია ესეთი განკარგულება, რომ იქნებ ხალხი დაიბაროთო და რეალურად კითხოთო იქ რა ხდებოდა. იმის მაგერად ახლა ჩვენი კანდიდატები ატარებდნენ კამპანიას, ეს ხალხი ამბობს, რომ ჩვენ დავდივართ ყოველდღე პოლიციაში და ბატონ გიგ, ახლა ქალბატონ თამარს უნდა მივცეთ საშუალება ყველა ამ განცხადებაზე თავის მოსაზრება. ბოდიშვილი, სანამ გადავალ, ჩვენ თუ გავიხსენებთ კიდევ თემამ პოლიტიკურ წინა საარჩევნოდ კი არა. მანამდე მთელი პერიოდი ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული გადაბირება, ძალით გადაყვანა და
ასე შემდეგ. მოგეცემათ საშუალება თქვენს დროში. გრძელდება. გავიგე, ქაბატონ თამარ, ასე უჭერს ხელისუფლებას, რომ ასეთ მეთოდებს მიმართავს და კიდევ ერთი, რადგანაც გიგულავას თემაზე დავიწყეთ საუბარი უბრალოდ მის ქვისთან დაკავშირებით, თქვენ როგორც იურისტ, შეგიძლიათ აპრიორი იმ განცხადების გაკეთება, რომ არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე შეიძლება პოლიტიკურმა ძალამ ამ მტკიცოს, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დევნაა. პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის და რაც შეეხება ახლა ყველა საკითხს, რაზეც ვისაუბრეთ. ბუნებრივია, ოპოზიცია არსებობს იმისაც, რომ გვაკრიტიკოს და მე ვერ წარმომიდგენია პოლიტიკური ძალა მოდიოდეს არჩევნებში ისე, რომ საკუთარი ინტერესებისთვის არ იბრძოდეს და საკუთარი გამარჯვების არ სჯეროდეს, მინიმუმ რაღაც პროცენტის აღების, ხო? ამიტომ რა თქმა უნდა, ახლა არაბუნებრივი იქნება ჩვენმა ოპონენტებმა აქ ისაუბრონ იმაზე, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა და ხალხი კმაყოფილია და ასე შემდეგ. ამას არავინ არ ელოდება და რა თქმა უნდა არც ჩვენ ველით მათგან. მაგრამ ახლა რაც შეეხება დღევანდელ საქმეს. ზუსტად იქიდან გამომდინარე, რომ ვარ იურისტი. ზუსტად იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან კარგად მახსოვს წარსული პრაქტიკა, როდესაც ადამიანი დაჭერილი არ იყო და მთელი პარლამენტი ლაპარაკობდა, რომ ეს იყო დამნაშავე და უმკაცრესად დასასჯელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე ამ პრაქტიკას არ გავიმეორებ, იმიტომ რომ მე არც მტკიცებულებები მაქვს ნანახი, მე ერთადერთი ინფორმაცია რაც გავრცელდა და ოპონენტების მხრიდან რომ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს და პლუს ჩვენი კრიტიკა იმის გამო, რომ თურმე ნიკა გვარამია გამართლდა, ნუ მე არ ვიცი, სახელმწიფო გვაქვს, რომელშიც ჩვენთან ხელისუფლებას აქვს უნარი გაამართლოს ადამიანი და საერთოდ უარი თქვა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებლობაზე და თქვას, რომ მის მიერ წაყენებული ბრალი არ დადასტურდა და ეს მე მგონი ჩვენი სასარგებლო არგუმენტია და არა თქვა საწინააღმდეგო და თუ ამ ბატონი ღონიაშვილის შემთხვევაშიც იგივე იქნება, მე მხოლოდ მივესალმები ამას როგორც საქართველოს მოქალაქე და ამიტომ დღეს ახლა ჩემგან, როგორც იურისტისგან და როგორც პარლამენტის წევრისგან სრული არასერიოზულობა იქნება ის, რომ ან თქვა, რომ ღონიაშვილი ცალსახად დამნაშავეა, ან თქვა, რომ უდანაშაულოა. იმიტომ რომ მე აქ მოქალაქეებს ველაპარაკები პირველ რიგში და ჩემს პასუხისმგებლობას ვხდობ თითოეული მოქალაქის წინაშე. ეხლა მეორე, რაც შეეხება მოქალაქეებთან სიარულს, ახლა მე დავდივარ, ჩვენც დავდივართ, რა თქმა უნდა, მოქალაქეებთან და იცით რა, ბუნებრივია, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც ხელისუფლების უკმაყოფილო უნდა იყოს ხალხი. ანუ თუ გვექნება სახელმწიფო, სადაც მოქალაქეები ხელისუფლების კმაყოფილი არიან, დაღუპული ყოფილა ეს ქვეყანა, იმიტომ რომ ტოტალიტარულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ადამიანები მე არ გეჭრებოდით, გთხოვთ რა. მართლა მაინტერესებს თქვენი აზრი, თუ შეიძლება, მართლა გულწრფელად მაინტერესებს თქვენი აზრი კონკრეტულად ამასთან დაკავშირებით, რომ რამდენად მისაღებია თქვენთვის პირადად, რომ ადამიანებს იბარებდნენ პოლიციაში მხოლოდ იმიტომ, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები არიან, არ ატარებინებდნენ კამპანიას, ზეწოლა იყოს იმ დონეზე, რომ ჩვენც ვეღარ გვხედიან ხოლმე ხარ. კი ბატონო, უბრალოდ მართლა მაინტერესებს თქვენი აზრი. იმიტომ რომ მე მგონი ძალიან კონსტრუქციულად მოსახლეობა რას გეუბნება. მე ვხვდები მოსახლეობას. რა თქმა უნდა, რომლებსაც აქვთ და მე ამაზეც მინდა ცალკე ვისაუბრო, რა პრობლემებია, როდესაც მოსახლეობას ხვდებით და თუ მექნება ამის დრო ძალიან კარგი იქნება. მაგალითად, ცალკე დარჩება ხალხი და მეუბნება, რომ როგორ აკეთებთო იმას, რომ დღეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს კიდე ალაპარაკებთო და ელაპარაკებითო. ეხლა დავასრულებ რა მართლა. მე ვრჩები და გულწრფელად სათითაოდ ამ ადამიანს ვუხსნი, რომ თუ ქვეყანაში თუნდაც ერთი ადამიანის წარმომადგენელი არსებობს პარლამენტში, ჩვენი ვალდებულება როგორც უმრავლესობის არის ის, რომ ჩვენ მათ უნდა მოусმინოთ და უნდა ველაპარაკოთ. მე მინდა ასეთ ქვეყანაში ცხოვრება. მე ამას ვუჭერ მხარს და ეს იქნება ყოველთვის ასე. მაგრამ ეხლა ამის გამო რომ მე ამას უჭერს მხარს, ეს არის პრობლემა, რომ მე სიმართლე გითხრა. მე ასე არ ვისაუბრებ ბოლოს და ბოლოს. შეურაცხყოფას არ გახენებთ რა. მე მართლა მართლა ვისაუბრებ გარიბაშვილის გამონათქვამებზეც მოვისმენთ ქვეყანაში ცხოვრება, მაგრამ პარტიის თანაპარტნიორები ხო ჩვენი მართველი დღეს გარიბაშვილი კი რა და ნუ ბიძინა ივანიშვილია, მაგრამ მისი შემსრულებელი გარიბაშვილი. ეს ჩემი დრო და მე არ გეჭრებით საუბარში რა. ჩემ ძალიან დიდ პატივისცემას ვადასტურებ. მაცალო. იქ კარგი იქნება რომ ის გარიბაშვილის გამონათქვამებს აუცილებლად შევეხებით და თქვენი უნდა შევეხოთ, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი. აუცილებლად შევეხებით, ხო, გაბატონმა დამარმა უნდა დაასრულოს ამ შემთხვევაში. კი ბატონო, გისმენთ, გაბატონ თამარ. დიახ. და მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე როგორც ერთი პარლამენტის წევრი ვცდილობ, რომ ეს ქვეყანა წავიდეს ამ მიმართულებით ან გავდარდეს. პასუხს ვაგებ პირველ რიგში ჩემს სიტყვებზე და მე რა თქმა უნდა გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. რაც შეეხება ახლა მათი დაკავების საკითხს, მე წავიკითხე სამართლიანი არჩევნების და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასე ვთქვათ, კვლევა, რომელიც ამას ეხება და იქ არსად არ წერია, რომ ვინმეს პოლიციაში იბარებდნენ, იქ არის აეჭვები. დღევანდელ განცხადებას სწორედ სამართლიანი არჩევნებისა ძალიან პირდაპირ წერია.
გითხოვთ როგორც ოპოზიციას უფრო მეტად. არა მე გამსაზღვრავ ამ შემთხვევაში. ქალბატონმა თამარმა უნდა დაასრულოს აზრი. დაასრულოს შესაბამისად, იქ არის საუბარი იმაზე, მე მათ ვენდობი, იმიტომ რომ სწორედ მათი წარსული იქიდან მოვდივარ და ჩემი წარსული არასამთავრობო ორგანიზაციები, ისინი ამბობენ, რომ არსებობს სავარაუდო ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა იყოს, მაგრამ არავითარი ფაქტი ამის დამადასტურებელი მათ არ აქვთ მოყვანილი. შესაბამისად, ზედმეტია ამაზე ლაპარაკი. ეხლა კიდე უწყებათა შორის კომისიის კრიტიკა თუ იმასე დავიწყეთ, რომ ისინი ცდილობენ რეალური ფაქტების დადგენას, რომ ხალხს გამოკითხონ და ჰაერზე არ მიიღონ გადაწყვეტილებები და რაღაც თეორიულ მოსაზრებებს არ დააფუძნონ, ამის გამო თუ იმსახურებთ კრიტიკას, კი ბატონო დავიმსახურებთ რა. არ არის ზეწოლის ფაქტებზე ამბობთ, რომ არ არის ფაქტები? არა, ეს არ არის არასამთავრობო ორგანიზაციების მასში წავიკითხე, მე ძალიან კარგად გავეცანი და იქ არსად არ არის ფაქტი, რომ ვიღაცა პოლიციაში დაიბარეს და პოლიციაში ეკითხებოდნენ. ასევე ისინი გამოხატავენ ეჭვს ამასთან დაკავშირებით. არავინ მტკიცებით ფორმაში ამას არსად არ ლაპარაკობს. თქვენგან განსხვავებით. კარგი, ქალბატონო თამარმა კი ბატონო სალაპარაკო და თქვენ საუბრობთ ამ თემაზე და იმიტომ მოგაწოდეთ შეგიძლიათ ჩახედოთ პირველ წყარო. და მე ვფიქრობ, რომ იმაზე ლაპარაკი თქვენ რას გეუბნებათ ხალხი ამ შემთხვევაში და ეს გადაღებული თემა როგორ შეიძლება ასე ვთქვათ, რატო ლაპარაკობენ და კიდე ცოცხლები არიან თუ არა. სხვა შორის ეს ყველაფერი მოდის თავიდან და ეს თავები იყო ჯერ ივანიშვილი, შემდეგ ღარიბაშვილი, რომელიც აცხადებს და კიდე რამდენიმე თქვენი ლიდერი, რომელიც აცხადებს, რომ ეს პარტია აღარ უნდა იყოს, რომ არ დაუშვებენ, არა მხოლოდ რომელიმე პარტიის, ახლა ჩვენზე ალბათ საუბარი ნაციონალურ მოძრაობას ძირითადად გამარჯვებას, წარმატებას უნდა განადგურდეს, პლანტაციებში უნდა ამუშავოს და ასე შემდეგ. იცით რა არის ახლა? როდესაც ქვეყნის პირველი პირები, რომელთაც თქვენ პატივს ვცემთ, შეყურებთ, თქვენ ლიდერები არიან, რასაც ამბობენ, ის უნდა განახორციელონ და გააკეთონ, ძალიან ბევრი მაგალითი ქონდა ამისი. ეს მართლა არის პირდაპირი დავალება და გამართლება იმ საქმის, იმ საქმიანობის, რასაც ჩვენ ვხედავთ რეგიონებში და რაიონებში, ძალიან ბევრ ხალხს ხვდებით. მე ბოდიში ვხდი, შეიძლება გაცილებით მეტ ხალხს ხვდებით, ვიდრე თქვენ ხვდებით. და მართლაც ესე არის. მე დარწმუნებული ვარ ამაში და რაც ასე მგონია, იმიტომ რომ მგონია ერთია, მაგრამ ხელის თუ მგონია დარწმუნებული როგორ დიდი ხალისით გამოდიოდეს ხალხი, იმიტომ რომ პრაქტიკულად ვერაფერი გაკეთებული ვერ ნახეს და მე გეტყვით ჩვენთან შეხვედრებზე რას ამბობს ხალხი და რა ისმის. თქვენთან ხო ამბობენ რომ როგორ ლაპარაკობენ, ცუდები არიან, ასები. ამბობენ ჩვენთან არაფერი არავის არ გაუკეთებია. ყველაფერი ტყუილი ითქვა. გზა ჩვენ არ აქვს. იქნებ თქვენს ელექტორატს მარტო ბატონო. გაზი არ აქვს. წყალი არ აქვს. პენსიები არ გაზრდილა, მედიკამენტები ძვირია, სადღაც სამედიცინო მომსახურება სოფელში ვერ იღებ. ძალიან ბევრი რამ არის. სოფელში ძალიან ბევრგან შეფერხებით არის ეს ყველაფერი. ეს მაინც. ამიტომ არის ხო შეიძლება გაზიო, მაგრამ მიყვანილი ეს ყველაფერი. ყველა პროექტი გაჩერდა, სამუშაო ადგილი არ არის, შემოსავალი არ არის და ასე შემდეგ. ამას გვეუბნება ჩვენ ხალხი. და მინდა გითხრათ ახლა კი ბატონო მოგცემთ საშუალებას გეუბნებათ რა რამეს ვამეტებთ აი ახლა ბატონო გიგდო აი ჩემ გაგცემ პასუხი თქვენმა ოპონენტებმა ერთი წუთი კვლევები არის ციფრები არის საქსტატის მონაცემები სულ ბოლო პერიოდის რამდენი შემცირდა ბრუნვები რამდენი შემცირდა დასაქმება რომელი კვლევა რა კვლევას შეიძლება საქსტატი ქალბატონი თამარი ლაპარაკობს აი ამიტომ ესე ლაპარაკი როგორ შეიძლება რომ აუ რას ქვია თქვენ ესეთი ქვეყანა თუ გინდა სადაც არავინ არ უნდა ლაპარაკობდეს თქვენ გარდა და მე არ ვფიქრობ რომ ეს არის სწორი კარგი ბატონი გიგლა გისმენთ რა პასუხი გაქვს გამრავლდებებზე მერკელს ართმევდა ოლანდს და სხვას და მეორე ხრივ ამბობდი რომ ოპოზიცია უნდა გავანადგუროთ არ შეიძლება არავინ იყოს და ასე კარგი გავიკეთ ამ რიტორიკაზე აუცილებლად ვისაუბრებთ თქვენ რომ ხდებით იმ მოსახლეობისგან რა პრეტენზიები გესმით მე მახსენდება ცნობილი ფრაზა რომ არცაო ზაღლის კუდი გასწორდებისო და არცა კირჩხიბი მართლად ვალს ტყუილზე აგებული ქონდათ მთელი 9 წელიწადი ტყუილს აგზელებთ ახლა. როდის ვიხდი? მაცადეთ, ხო გისმენდით არა? ხო არა მომიგე. რა ფორმატია ახლა ეს ვერ გავიგე რა. მე თქვენთან სულ არ მაინტერესებს თქვენთან დიალოგი. მე უნდა ველაპარაკო ამორჩეველს, მე უნდა ველაპარაკო მოსახლეობას და აი როგორც თქვენს, როგორც მოსახლეობის ნაწილს, აი წამოვიღე. ეს მაინც წაიკითხეთ. ადრე შემოგთავაზეთ. ეს არის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2013
13-14 წლების შესრულებული და მიმდევრე სამუშაოების ანგარიში. ნახეთ, ადრე შემოგთავაზეთ, ბოდიში. ამამთავრებინე. ადრე შემოგთავაზეთ, ჩაკიდებთ ხელს, ნუ გაჯიუტდებით, როგორც ადრე გჩვეოდათ ხოლმე რა. თქვენ შეცდომებში, თქვენს უგუნურებაში, ნუ გაჯიუტდებით, ამოდით ერთად წავიდეთ. გაჩვენეთ ისმეთ თქვენ, უგუნურობა თქვენსკენ მოიკითხა ძალიან დიდი ბოდიში. მე ესე დებატებს მიჩეული არა ვარ. მე შემილი არგუმენტები მქონდეს. იგუნურება, იცით რა არის, რასაც ეხლა აკეთებ თქვენ. რასაც აკეთებ, აი ეხლა მე გეტყვით თიას რასაც გავცემ. ეს არის დიდი უგუნურობა. მკითხვას. აი ეს რა ხდება რა ხდება და შემდეგ უკვე წინასაარჩევნო გარემოში. მე წამოყვები თქვენ და 100 ქარხანა ვნახოთ ერთად. მე რამდენიც გითხარით იმას გაჩვენებ. რამდენს? აი აქ წერია და ყველაფერს გაჩვენებ. ყველას გაჩვენებ, ნახეთ ბატონო. რატო გითხარით? 100 ქარხნიდან რამდენს გვაჩვენებ? თეა. კარგი. წამოყვებით კითხავს ჩვენი ხარჯით წავიდეთ. რას გეუბნებათ მოსახლეობა? როდესაც თქვენ ხდებით მოქალაქეებს, თქვენი ამომრჩევლები გეუბნებიან თუ არა, იყენებენ თუ არა იგივე პრეტენზიებს, რაც მაგალითად ამომრჩეველთან, ამომრჩეველი ჩვენთან საუბრობს დღევანდელობაზე, პრობლემებზე, მიმდინარეს და მომავალზე ლაპარაკობს. არ გვეგებება ამომრჩეველი ყოველთვის აღფრთოვანებული, ამომრჩეველი პირიქით საკმაოდ კრიტიკულ თვალს განწყობილი და მათი მოლოდინები, როცა ჩვენ ველაპარაკებით მათ, რა პროცესებს ვიწყებთ დაუშვათ და ამ პროცესების შედეგები როდის გამოჩნდება კიდევ გრძელვადი ამ პერსპექტივაში, როცა მათ უხდით ჩვენ სტრატეგიაზე, ისინი ამას იგებენ. მე მოვდივარ დღეს ვიყავი ლაბოდერში, დღეს ვიყავი პასუხი გაქვთ თქვენ. არა აქვს ამომრჩევლებს ეს პრეტენზია. კონკრეტულ პასუხს, როდესაც 2012 წელს გაკეთებული დაპირებები დან გამომდინარე ოპოზიციამ შეგახსენათ ეს ასე საწარმო რომელი გნებავთ 100 საწარმო არა მოიცე მიგითხავ დავამთავრე დავიწყეთ ბატონო ჩემო დავიწყეთ 2013 და 14 წლები არ ნიშნავს რომ ავითარდება ციკლი არ გინდათ არ გინდათ თქვენ ამე გააკეთეთ ინფოგრაფიკებია ბევრი კითხვა არ დაგჭირდება ძალიან გაგვიხარდება პირადად მე გამიხარდება თუ ქვეყანაში საქმე კარგად წავა მაგრამ არ მიხარია როცა ვერ ხედავ ამას და ხალხიც მე 74,000 ჰექტარი დამატებით გასარწყავიანდა და თქვენ ამას ვერ ხედავთ, იმ კი არ ვერ ხედავთ, არ ხედავთ, ბატონო ჩემო. სარწყავი არქირობა, ბატონო შეიძლება რაღაცა გასაწყვეტ. ჯერადად გაკეთდა ეს სოფლის მეურნეობაში, რასაც არ აპირებს კიდე რომ გააკეთოს ქართულში და ფიროსმანში არასდროს წყალი არ ყოფილა ხალხო და ეხლა პროექტი კეთდება 2000 ჰექტარზე. ეს სიმართლე თქვენი სიმართლე. კაბატონ თამართა შემდეგ უკვე რიტორიკაზე და ღარიბაშვილის განცხადებაზე. დიდი პროექტები გაჩერდა, დასაქმება შემცირებული. ეს არის ინფრასტრუქტურის პროექტები ზუსტად. სოფლის მეურნეობაში ერთი წუთი თქვენ რომ მოდიოდით, რამდენს ამბობდით? რამდენი იქნება ინვესტირებული მილიარდი, ხო? ხო, რამდენია თქვენი 46 მილიონზე ეხლა თქვით 46 მილიონი იქნება წარმოებებში. ბატონო ჩემო, ეს არის ერთი კომპონენტი, ერთ-ერთი ახალი პროექტი და აქამდე 8 კომპონენტი იყო და ამიტომ გეუბნებით, ან არ ხედავთ, ან ვერ ხედავთ. გასაგებია. ბატონო, ჩვენ კიდევ რამდენიმე თემა გვაქვს, რომელიც უნდა განვიხილოთ და რომელიც უნდა ერთი არც ერთი არ მუშაობს. გასაგებია, ქაბატონ თინა, თქვენი რეპლიკა, ქაბატონ თამარ და შემდეგ თემაზე უნდა გადავიდეთ. ბატონ გიგი, ძალიან ვთქვათ ქაბატონ თინას. არ ვიცი დღევანდელ რამდენ. იმიტომ რომ ჩვენ ჩაგვბარდა ქვეყანა ამ 10 წლის წინ, რომელიც იყო დანგრეული. გასაგებია. 350 მილიონი მარტო საპენსიო ვალი. ქაბატონ თინას ახლა დრო. რა თემა რა და თინა გავიყოფთ რა. არა. მე ქაბატონ თინა უკმაყოფილო რჩება. კარგს, რასაც მომეც გავეცდები რა. კარგით. სასაცილო მე მგონი ხა იმაზე საუბარი რომ ყველაფერი კარგად არის, იმიტომ რომ რეალურად ციფრების მიხედვით შეგიძლიათ ნახოთ რომ ეკონომიკა მიდის უკან და უკან სამწუხაროდ. აი ესეთის ბოლოკლევა მაინც ნახეთ რა. ეხლა შეეხება ჩამრეპლიკას აი მოკლედ ძალიან ხო დაასრულებინეთ აზრი. გისმენთ მოკლე რეპლიკა რაც მინდა ქალბატონ თამართან იყო ის რომ აი მე ხვდები ადამიანებს ვინც მეუბნებიან რომ ისინი რატო საუბრობენ ასე შემდეგ. ეს არის ეს ეგრეთ წოდებული ყვადაღებული სამართლიანობის აღდგენის ვითომ რაღაც თემა, ხო? მაგრამ კვლევებს თუ შევხედავთ მართლაც რეალურად მოსახლეობის ის რაოდენობა, რომელიც ამ ეგრეთ წოდებულ სამართლიანობის აღდგენას ითხოვდა, კლებულობს ნელ-ნელა და მე ძალიან მოხარული ვარ ამის. ერთი იმიტომ რომ იქ არანაირი სამართლიანობის აღდგენას არანაირი ადგილი არ ქონდა. ეს იყო ბესელია სამართალი, რომელიც თვითონ დაწერა და ისე აღასრულებს, როგორც თვითონ მოინდომებს, ხო? მაგრამ მთავარი ის არის, რომ მეორე მხარეს გვაქვს მაჩვენებელი, რომელიც იზრდება
იზრდება, ასე რომ ეს სამართლებრივი აღდგენის მოთხოვნა ერთის მხრივ იკლებს, ხოლო მეორე მხარეს გვაქვს მაჩვენებელი, რომელიც იზრდება და რა არის ეს მაჩვენებელი? ეს მაჩვენებელი არის ის, რომ ხალხს გონია, რომ ვითარდებით არასწორი მიმართულებით. ეს არის მაჩვენებელი, რომელიც იძახის, რომ დღეს საქართველოში დემოკრატია, ანუ დღეს ნაკლები ადამიანი ამბობს, რომ დღეს საქართველოში არის დემოკრატია, ვიდრე ამას ამბობდა წარსულში. ის რომ დასაქმების მიმართულებით არ არის ის რომ დასაქმების ამკლების მიხედვით მაინც ქართული ოცნებაა ლიდერ პოზიციაზე. კი ბატონო, ამას ჩვენ მიხდება ეს ყველაფერი როდესაც არ უხარიათ ეთყობა. უკმაყოფ ერთი წუთით, უკმაყოფ რაღაცა ახალი სტილია ინფორმაციების გაცვლის. მე მინდა რომ მაყურებელი ამას ვერ ნახავს და მოდით რა ვისაუბროთ იმ თემებზე, რომელზედაც აქ შევიკრიბეთ, ამიტომ გავაგრძელოთ. ამ კლებების მიხედვით თქვენ ამბობთ, რომ კლება კონკრეტული საკითხების მიმართ, მაგრამ ქართული ოცნება კვლავაც რჩება ლიდერ პოლიტიკურ ძალად ქვეყანაში. 2 წელიწადი გავიდა და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი იმედგაცრუებაა ქართული ოცნების მიმართ, ხა ეს რადიკალურად უცებ ერთ იმაში არ შეიძლება. თუმცა დარწმუნებული ვარ, მე ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ დღეს ქართულ ოცნებას ყავს ბევრად ნაკლები მხარდამჭერი, ვიდრე ყავდა წარსულში. სწორედ იმიტომ, რომ დღეს ყავს ბევრად უფრო ნაკლები მხარდამჭერი, იმიტოა, რომ დღეს ხელისუფლება უკვე მიმართავს ესეთ ბინძურ მეთოდებს არჩევნებში მონაწილეობის. თამართან მაქვს კითხვა. ეს მიმდინარე კვირის ერთი წუთით, მიმდინარე კვირის ნებათაღელვა გამოიწვია პრემიერ-მინისტრის რამდენიმე განცხადებამ. მე მოვახდენ ციტირებას მაყურებლისთვის, პირველ რიგში და თქვენთვისაც. პირველი ეს ეხებოდა არჩევნებს, ქართული ოცნება ადგილობრივ არჩევნებში ღირსეულად და დამსახურებულად გაიმარჯვებს და არც ერთ რეგიონსა და ქალაქში არ დაუშვებს სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვებას. ეს ერთი. მეორე ფრაზა, რომელმაც ასევე ნებათაღელვა გამოიწვია, მიშა უნდა მოვიყვანოთ და ვამუშაოთ პლანტაციებში, ეგენი ნაციონალები დავაგროვოთ და ვამუშაოთ, კარგი იდეა, გამოსასწორებელი სამუშაოები, მაგათ მოუხდებათ. ეს გურიაში გაკეთდა მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ეს განცხადება. თამარ, აქ შემდეგ მოყვა განმარტებები თქვენი პოლიტიკური გუნდიდანაც, რომ მექანიკური შეცდომა იყო, არაფერი ისეთი არ უთქვამს პრემიერს. აი თქვენ როგორ შეაფასებთ პრემიერის განცხადებებს? მე არ ვაპირებ ხო მის ასე ვთქვათ ტერმინოლოგიურ ჩაღრმავებას მის სიტყვებში, მე უბრალოდ შევაფასებ ზოგადად ვითარებას. დღეს ვართ იმ რეალობის წინაშე, როდესაც და თავისთავად დემოკრატიულობის ხარისხს მაყურებელი როცა გვიყურებს, მაშინ შეაფასებს რა. მე ვართ იმ რეალობის წინაშე, როდესაც რიტორიკას უწოდებენ პრემიერ-მინისტრს, რომელიც არის პოლიტიკური გუნდის ხელმძღვანელი და აი ეს ასე ვთქვათ კრიტიკის ნიაღვარი მოდის ტელევიზიებიდან. ეს უკვე ძალიან ბევრ ამას მეტყოლებს, იმიტომ რომ გავიხსენოთ ის, რომ ტელევიზიებში ოპოზიციას არ ქონდა საერთოდ საეთერო დრო და საერთოდ ტელევიზიების დამოკარგით არა, მე კარგად მახსოვს, მე პირადად ვიბრძოდი ტელევიზიების არ იყო წინა პერიოდში და ტელევიზიაში არ იყო დებატები. დამასრულებინეთ, უბრალოდ მე ავდგები და წავალ თუ არ მას მე არა ვარ მიჩეული და უბრალოდ არა ვარ იმ მართლა ისე აღზრდილი რომ სიტყვა შეგეჭრათ გისმენთ აბსოლუტურად არა, იმიტომ რომ მე ვისმენ და არ ქონდა საშუალება ოპოზიციას ძალიან კარგად მახსოვს რა მდგომარეობაში იყო საზოგადოება, მაშინდელი ასე ვთქვათ მმართველი პარტია საერთოდ არ კადრულობდა არავისთან ეთერში დაждდომას და დებატების გამართვას. ეხლა მათ აქვს თავისუფალი ეთერი, ნებისმიერი ტელევიზიები, რომლებსაც საერთოდ უზღუდავდნენ გავრცელებას ამ ქვეყანაში და ამ ფონზე გველაპარაკებიან, რომ თურმე დემოკრატიის ხარისხი დავარდა და რიტორიკას უწუნებენ პრემიერ-მინისტრს, რომელიც ასევე არის პოლიტიკური პარტიის ლიდერი. მე უწუნებ თუ არ უწუნებ, მე ვხედავ მოქმედებებს, რომლებიც არ გადადის იმ მოქმედებებში, რასაც ჰქონდა 2 წლის წინ ადგილი. როგორც კი გადავა ესეთი ტიპის მოქმედებებში და ტელევიზია შეიზღუდება და არ დაგიჯდებით ეთერში უმრავლესობა, ან მე არ მოვალ თქვენთან დებატებში, ეს იქნება უკვე მანიშნებელი იმისა, რომ ეს გადავიდა რეალურ საქმიანობაში. მაგრამ ეხლა მაპატიეთ, მაგრამ ესეთი გამოხატვის თავისუფლებისთვის მე ჯვარს ვერავის ვერ ვაცხოვნა ამ ქვეყანაში. მე თქვენს გამოხატვის თავისუფლებასაც დავიცავ ამ ქვეყანაში ნებისმიერ. გასაგებია. ბატონი, ერთი წუთი თქვენთან მაქვს ეხლა კითხვა. რადგანაც რიტორიკას შევეხედეთ, თქვენი პოზიცია, თქვენი განცხადება პრემიერის განცხადებებზე ეს უკვე ცნობილია, ვიცი თქვენი შეფასება, როგორც შეაფასებთ. მე ესეთ ციტატებს მოგიყვანთ. მანდატურებით წაგვებიან, გავამზადებინებ კარგ აბაზანას, ჩაგაწვანენ ხარისხიან ტალახში, კარგად დაგზელენ და ეს ფანტაზია თავიდან ბოლომდე გაგივლის. გახსოვთ ეს ვის ეკუთვნის ეს ფრაზა? ვის ეკუთვნის ბატონი? მაინც ვის ეკუთვნის, რომ შევახსენოთ მოსახლეობას. დიახ, მისაღები იყო თქვენთვის მაშინ, როდესაც პოლიტიკაში, ხელისუფლებაში იყავით, უმრავლესობას წარმოადგენდით, მისაღები იყო პოლიტიკური ოპონენტის მიმართ ესეთი განცხადება. დიახ. ყველა რეაქცია, რომელიც ჰქონდა
პოლიტიკურ სპექტრს, საზოგადოებას თითოეულ რაღაც გამოთქმაზე, რომელიც არ მოეწონებოდათ პრეზიდენტის და მინდა გითხრათ, რომ აქ ქალბატონ თამარმა ესეთ სურათი დახატა, რომ ხმას ვერავინ ვერ ეხებდა, ჩვენ გვახსოვს პირიქით. მთელი წლების განმავლობაში იყო ყველა ასეთ განცხადებაზე თუ მოქმედებაზე, რაც არ იყო მოსაწონი, საკმაოდ მძაფრი რეაქცია და ამ რეაქციის გამოხატულების საშუალება ჰქონდა ყველას. და მე არ მახსოვს რომ რაღაცნაირად ტელევიზიაში ყველაფერი ის იყო. ერთი წუთი, ეს კონკრეტული თავისუფლებაზე რო ძალიან ბევრი ციტატა შემიძლია მეთქვა. უწმინდურები, მუმიები, ბინძური მეტოქები, წარსულის გადმონაშთები. არ მომწონებია რაღაცა მათ შორის სააკაშვილის გამოთქმაც, შეიძლება სხვისი გამოთქმაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას. და ეს ახლა კონკრეტული კონტექსტი აქ როგორი იყო, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ნუ ამოვიღებთ, მაშინ არა მე ციტატები ამოვიღე უბრალოდ. რასპასუხობდნენ და როგორ? დავანებოთ ახლა ამას თავი. თუ შეურაცხყოფა იყო, შეიძლება რაღაცა მკაცრად უთხრა, მაგრამ მე პრემიერ-მინისტრია თუ პრეზიდენტი ყოველთვის მაქსიმალურად უნდა გაზომოს თავისი სათქმელი და აწონ-დაწონოს. ეს ფაქტია და ბუნებრივია, მაგრამ თუ ადრე ვინმეს რაიმე არ მოწონდა, ესეც ხო უკვე მოვთელეთ ეს თემა. ეხლა თქმა იმისა, რომ თქვენ რაღაცას აკეთებთ და არასოდეს ჩვენ ვარეს გავაკეთებთ, აი ამას ნამდვილად ძალიან კარგად და ზუსტად ასრულებთ. მე სხვაობა რომ ეჩვენებინა და ის რომ დემოკრატიულობის ხარისხი თქვენ უკეთესად მოიქეცით, უკეთესად გააკეთეთ. დემოკრატიულობის ხარისხი როგორ არის? როდესაც საუბარია იმაზე, ბოდიშვიხდი რომ პოლიტიკური ლიდერი რა განსხვავება, მითხარით, პოლიტიკური ლიდერის განსხვავება, ნუ ეს პრემიერია და არა როგორც პრემიერია საცხადებს, არამედ როგორც პოლიტიკური ლიდერია საცხადებს. მე რო გავაკეთო განცხადება ისეთი, რომელიც თქვენ მოგეწონა თქვა ამას ვაკეთებ მე არა როგორც პარლამენტის წევრი, არა როგორც პოლიტიკურმა, არამედ როგორც წერეთელი, მაგალითად ან როგორც მელოთა მის წარმომადგენელი საზოგადოების. ხო არ ვიქნები ხო, მე ვაკეთებ ამას როგორც გიგი წერეთელი, როგორც პოლიტიკოსი. ასევე არის გარჩევა იმის ახლა პრემიერმა გააკეთა ეს პოლიტიკურმა ლიდერმა, რას ქვია? გააკეთა პრემიერმა, გააკეთა ცუდი განცხადება. მე მესმის რომ შეეცადეთ შემდეგ ამის გამართლებას, რომ მექანიკური შეცდომა, მაგრამ განცხადება იყო ცუდი. და ეს უნდა ვთქვათ, არ არის ეს სწორი, ბატონ თამარ და ბატონ გიგლა. თქვენ მე დარწმუნებული ვარ, რომ შეხედულებები ძალიან ბევრი ხა ჩვენ რომ მოვაშოროთ აქ კამერები და ვისაუბროთ ბევრ საკითხზე, შეიძლება მართლაც გქონდეს თანხმდენა ძალიან ბევრი, მით უმეტეს საგარეო საკითხებზე, ჩვენ გზაზე, საქართველოს მომავალზე. კამერები უშლის ხოლმე რაღაცას. და მე ვერ წარმომიდგენია რომ ასე ფიქრობდეთ და ამას ვინმე ამართლებდეს რომ არ იყოს ოპოზიცია. კარგი, კითხავ ბატონ გიგლა. არავის არ ამოვაგებინოთ, არ გავამარჯვებინოთ. ბატონი გიგლას რა. ძალიან მოკლედ ვიტყვი რომ არ არის მხოლოდ და მხოლოდ აქ პრობლემა განცხადებაში. ეს რო იყოს მხოლოდ განცხადება, ჯერ ერთი განცხადება არის ძალიან არაკორექტული. ძალიან არაკორექტული თავის მთელი კონტექსტიდან გამომდინარე, არა მხოლოდ ჩვენთან მიმართებაში, არამედ რა, ნუ პლანტაცია საერთოდ რას ნიშნავს და ასე შემდეგ, არ ვიცი. ძალიან არაკორექტული, მაგრამ არა მხოლოდ ამაზეა საუბარი, არამედ ის თუ რა მოყვება მე ამ განცხადებებს, ეს არის სწორედ საქმე. როდესაც ის მუდმივად საუბრობს იმაზე, როგორც ბიძინა ივანიშვილი საუბრობდა, რომ ჩვენ უნდა გავნადგურდეთ, გამოდის კურტანიძე და იძახის, რომ ჩვენ უნდა გაგვატყაოთ, მე გამოდიან და გვიჭერენ, გვასამართლებენ და ასე შემდეგ. ეს არის სწორედ თემა, თორე ხა ერთი რაღაც რო წამოწნენოდა ირაკლი ღარიბაშვილს, მართლა ბატონ გიგლა, თუ არ მოგწონდა მსგავსი რიტორიკა წინა ხელისუფლების პირველი პირებისგან, რატომ უნდა მოგწონდეს დღეს ესეთი რიტორიკა ხელისუფლების პირველი პირისგან? თქვენ მოგწონთ ის პათოსი, რომლითაც პრემიერი გურიაში წარსდგა საზოგადოების წინაშე? აბსოლუტურად განსხვავებას ვხედავ, ეხლა ორი ციტატა იყო არსებითი განსხვავება მაშინდელსა და ეხლანდელ შორის და ეხლა ვეცდები გითხრათ, რომ მანამდე მინდა ერთი რაღაც თქვა რა. აი ფარისევლობაა, როდესაც აი სიტყვაზე ეხლა საგარეო სიტყვა ერთხელ მაინც თქვით რომ ამ მიმართულებით რაღაც სერიოზული წინსვლები, ნაბიჯები, თანხმები არა, დავამთავრებინე ვერ გავიგე, როგორ იქცევით იმ ნატოზეც გვექნება. კარგი, გვექნება. საუბარი იყო ჯერ დაასრულოს ბატონმა გიგლამ შეფასება ამ საკითხზე. არა, ბოდიშ ვიხდი, რა წესი ერთ გამიგებინა. კარგი, ბატონ გიგლა, ნუ დახარჯავთ დროს. დამაცე და მე რაც გინდა დააფიქსე. დაასრულეთ ასე, კი ბატონო. რაც ეხება გამონათქვამებს. იმ კონტექსტში რაც მაშინ თქვა მაშინდელმა პრეზიდენტმა, აბსოლუტურად განსხვავდება ეს კონტექსტი იმის გამო, რომ ჩემთვის მაგალითად ერთი ფრაზა და მეორე ფრაზა ეს იყო უბრალოდ იუმორი.
ეს იყო იუმორი. იუმორზე აცლი ადამიანი თუა ვინმე ვისაც შეუძლია ამას მისცეს ბევრი ინტერპრეტაცია ხას. ზოგადად ნათქვამის ინტერპრეტირებაზე ერთ პატარა კონკრეტულ მაგალითს მოვიდა რა. რუსთველოლოგები დღემდე დაობენ ფრაზაზე რაღა იგი სინათლე, რასაც არ ახლავს ბნელია, რასაც ახლავს ბნელია. მე რა ინტერპრეტაცია თავარი არის აქ ქმედებები, თავარი არის პოლიტიკა, რომელიც წინასაარჩევნო გარემო და ამ წინასაარჩევნო გარემოს თქვენს მეტი თქვენ ფიქრობთ რომ სხვა ვერავინ ვერ ხედავს, ვერ აფასებს, იგივე საერთაშორისო დამკვირვებლები არ არსებობენ ამ ქვეყანაში და შეფასებები რომლებიც უკაცრავად რა, მოდის ვიხდი, შეფასებები რომლებიც კეთდება ევროპაში, შეფასებები რომლებიც კეთდება ამერიკაში, ისინი თქვენი აზრით ვერ ხედავენ გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოს და თუ შიშები გაჩნდა, შიშები გაგიჩნდა, ხედავენ და გეუბნებიან. იცით რა, რასაც ისინი გვეუბნებიან, ეს კარგად ჩანს. ღია ტექსტი, ეს ხო არ იმალება რა. ეს ხო ანგარიშებია, ძველებიც, ახალის და კიდევ დაიდება ანგარიში. არაფერი ჩვენ არ გჭირს საიმისო, არაფერი არ გჭირს საიმისო, რომ არც გვაინტერესებს და თქვით ჩვენ ერთი რამე, უკაცრავად და ბოლოს და ბოლოს რა წესია. ჩვენ თქვით 2012 წლის არჩევნების შემდეგ რომ ჩვენი გამოწვევა იყო საპრეზიდენტო არჩევნები ჩაგვეტარებინა მაღალ დონეზე. მაშინაც ლაპარაკობდით ზეწოლაზე, მაგრამ ჩავატარეთ და შეფასება მივიღეთ მაშინ მაღალი. ეხლაც ვამბობთ მივხვდით იმისა, რომ უფრო ბევრი კანდიდატია, წარმოიდგინეთ ეხლა რა დიდია ბრძოლის არეალი, უფრო მონაწილეები ბევრნი არიან, უფრო მაღალია ტემპერატურა, მაგრამ მიუხედავად ამისა, თქვით რომ ჩვენი პასუხისმგებლობა ჩავატაროთ ეს არჩევნებიც გაცილებით უფრო მაღალი სტანდარტი და ამ სტანდარტს ნახავთ დასკვნებში ასახულს. კარგით, მოდი თამარ კოძაიას ვიკავ მაშინ. არასამთავრობო სექტორში მუშაობდა 2012 წელს და ის იცნობს დეტალურად წინასაარჩევნო მდგომარეობის ანგარიშებს და თემანდელი გადასახედიდან ერთი წუთით ბატონო სიგულისხმო სწორედ პრემიერ-მინისტრმა და მე მიმუშავია თქვენ რომ მთელი ცხოვრება გონიათ რომ პლანტაცია არის სირცხვილი თქვენმა პრემიერმა იგულისხმა აი შენ გითხარიო აი მართლა ამას ქვია ამ დებატების ვინც უყურებს ის მაყურებელი იქნება შეურაცხყოფილი იმიტომ რომ აბსოლუტურად რასაც დღეს ვლაპარაკობთ მათთვის ინფორმაციის მიცემი არ არის ჩვენ აქ ვზივართ პარლამენტის წევრები და ვეკამათებით ერთმანეთს და ასე ვაცარეთ ბოლოს და ბოლოს ხო შეიძლება არა არ გეჭრებით ინა რა ძალიან საქმეზე ვლაპარაკობ ძალიან რა იცი რა ლაპარაკობ დაასრულოს აზრი ქალბატონო თუ არ ვერ უზრუნველყოფ ქალბატონო ცე არა საუბრობთ საქმეზე აი ერთი რაღაცა ორი გითხარით თქვენი ვალდებულებაა რომ ჩემი დრო უზრუნველყოფთ ამ ეთერში გისმენთ ქალბატონო თამარ და ვლაპარაკობ არაფერი არ არის რთული თუ საქმეზე ლაპარაკობ. აჰა, აბა საქმეზე მოვიდა. დღეს მაყურებელი გვიყურებს და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ლაპარაკობთ 4 პარლამენტის წევრ და არჩევნების გარდა ყველაფერზე ლაპარაკობთ ამ ქვეყანაში. თქვენი საუბრეთ ეპიზოდი ქალბატონია მოგცემთ საშუალებას რომ თქვენი აზრი გამოთქვა თქვენ დროში. ჩვენ საეთერო დროზე. არა, გისმენთ ქალბატონო პირდებით ამჯერად არ ვარ მიჩეული ამ რეჟიმში ქალბატონო თინა მოგცემთ საშუალებას. ეპიზოდი კორექტია ძალიან და ყველას აქვს უფლება თავის დროში საკუთარი აზრი გამოთქვას და იმ თემაზე ისაუბროს, რომელზედაც ჩათვლი საჭიროა. ბატონო გიგი, ვილაპარაკეთ ქალბატონ თამართან, მე მაქვს კითხვა ქალბატონ თამართან. შედარება შეიძლება 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდზე წლევანდელი. არ შეიძლება შედარება, როგორ შეიძლება ამის ერთმანეთთან შედარება, როდესაც ხალხს ქუჩაში გამოსვლის ეშინოდა და რეალურად დღემდე მოდის ხალხი, რომელიც მაშინდელი დაზარალებულია, სამსახურიდან განთავისუფლებულია, ზეწოლის მსხვერპლი იყო და ასე შემდეგ, მაგრამ მე არ მინდა ვილაპარაკო დღეს ჩემთან ვინ მოდის ამაზე. მე მინდა ვილაპარაკო დღეს რა არჩევნებია და ვის უნდა ვირჩევდეთ. მე მინდა დღეს მაყურებელი ხედავდეს ნაძალადევში მიყავს ასარჩევი და საერთოდ რო თვითმმართველობის არჩევნებია და მე მინდა მაყურებელი უსმენდეს რა დაპირებებს იძლევა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში ასარჩევი ხალხი და არა იმ კამათს რაზეც გვაქვს დღეს. მე მინდა რომ დღეს თქვენს მაგივრად და ჩვენს მაგივრად და კანდიდატები ჩნდნენ თქვენი და ჩემი ადგილობრივი თვითმმართველობის და მათ მიცით რა, როდესაც ძალიან დიდი ბოდიში დავასრულებ ხო? დიდი შეშფოთება გამოთქვი ჩემს წინააღმდეგ და აბა გითხარით ერთი საქმეზე პრემიერი ძალიან თქვა ერთხელ არ შემიწყვეტინებია რომ ლაპარაკობდი. ამდენი ზრდილობა მაქვს და ჩემ მიმართაც იგივეს ვითხოვ, არ შეიძლება? რატომ უნდა მოგცეთ ხმა მომრჩეველმა ქართულ ოცნებას? იმიტომ უნდა მოგჩეს რომ დღეს მოდის ადგილობრივ თვითმმართველობაში ის ადამიანები, ვინც მაგალითად ნაძალადეველებს მოუგვარებენ გზის პრობლემას,
საკანალიზაციო სისტემის პრობლემას, სანიაღვრე სისტემის პრობლემას, მიწისძვრით დაზარალებულებს მოუგვარებენ პრობლემას, იმიტომ რომ წლების განმავლობაში ყოველი წვიმის დროს, როდესაც გაღვიძების მეშინია, იმიტომ რომ წვიმა მარწა იყოს, ნაძალდები, იმიტომ რომ წლების განმავლობაში არაფერი არ გაკეთებულა. აი ეს მინდა უთხრა დღეს ამ მოქალაქეებს და მე მინდა რომ ეს ჩემგან კი არ მოისმინონ, თვითონ იმ კანდიდატებისგან მოისმინონ, რომლებიც ამის გაკეთებას სპირდებიან. ეს არის დღეს თითოეული მოქალაქის მნიშვნელოვანი, რომელიც გვიყურებს ჩვენს ეთერში და არა ის თუ ვინ რომელი პოლიტიკური ინტერესები სარგებლობს და ასე შემდეგ. მე ამიტომ მინდა რომ დღეს რეალური ვისაც ვირჩევთ ის კანდიდატები იჯნენ და ისინი პაეკრობდნენ თუნდაც ნაციონალური მოძრაობის ჩვენი წარმომადგენლები და აი დაპირებებში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს და არა ურთიერთბრალდებებში ამტკიცეს. თქვენი პოლიტიკური ძალა სხვა პოლიტიკური ძალაზე უკეთესად მოაგვარებს ქალაქის მოსახლეობისთვის არსებულ მთავარ პრობლემებს. მაგალითს როგორ ყურად არიღეს აბსოლუტურად ჩემი პარლამენტის წევრობის პერიოდში გაკეთებული განცხადებები. არაერთი წერი რომელსაც უგზავნიდი მაგალითად ადგილობრივ თვითმმართველობას, მერიას, მთავრობას ქალაქის, რომელსაც ვთხოვდი რომ მაგალითად ბიუჯეტში გაეთვალისწინებინა დაეძახებინათ, დაეძახნათ ჩემთვის. მართალია შესაძლოა მე ეს ბიუჯეტი არ დამტკიცდა, მაგრამ იქამდე რომ ჩემთვის ჩემ წერილზე რეაგირება მოიხდინათ, დაეძახნათ, ეკითხათ, აბა ამას რატო ფიქრობ? არ იყო აბსოლუტურად თან. ეხლა ვერ მოახდენს, იმიტომ რომ ეხლა საერთოდ წინასაარჩევნო გარემოა და ისევ თქვენ ხართ, ისევ ნაციონალური მოძრაობაა მერიაში რა. ამიტომ ვეუბნები მე დღეს ჩვენს მოქალაქეებს, როგორც იმ გუნდის წარმომადგენლებს, რომელსაც ყავს თავისი კანდიდატები ნაზალადებში მთელ საქართველოში, რომ დღეს რეალურად ქართული ოცნების კანდიდატებზე დასვით მეგობრებო შეკითხვები, მოითხოვეთ, რომ ის კანდიდატები მოვიდნენ ეთერში და მათ მოусმინეთ, მათ დაუსვით შეკითხვები, იმიტომ რომ ისინი არიან ის ადამიანები, ვინც თქვენი ლოკალური, ყოველდღიური პრობლემები უნდა მოაგვაროთ. პარლამენტის წევრებმა ამაზე მოდით პარლამენტში ვიგამართოთ, კანონები მივიღოთ, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობა არის ის, ვინც ყოველდღე უნდა იყოს თქვენს გვერდით, თქვენი ადგილობრივი პრობლემების მოგვარების. დიდი მადლობა. ქაბატონ თინა, თქვენს პოლიტიკურ ძალას რატო უნდა ენდოს ამორჩეველი და რატო უნდა გამოუცხადოს ნდობა? თქვენ მე კიდევ ერთხელ ვთქვით, კარგად გიცნობთ საქართველოს მოსახლეობა. თქვენ საქმიანობასაც კარგად იცნობთ. კი, ქალბატონ თამარს ჰქონდა ესეთ პრეტენზია, რომ ძალიან კარგი იქნებოდა დღეს ჩვენს მაგიროთ თვითონ ის კანდიდატები რო ყოფილიყვნენ. მე ვეთანხმები, რომ ამ მომრჩევლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს კანდიდატები იყვნენ და ესაუბრონ მათ. ესეთი დებატები შედგება ჩვენს არხზე, პარასკევს რამდენადაც ინგრიგოლიოს რეაქციაში. კი, ძალიან კარგი. უბრალოდ ძალიან კარგია. რა თქმა უნდა ესეთი ფორმატი და მეც ამას მივესალმები, თუმცა დღეს ჩვენ აქვსივართ, ხო? და ჩვენ უნდა ვისაუბროთ და ვიდებატოთ იმაზე, ჩვენ რა მიგვაჩნია მნიშვნელოვანი ამ წინასაარჩევნო გარემოსთვის. სამწუხაროდ და ეს გამომდინარეობს სწორედ დღევანდელი რეალობიდან არის ის, რომ ჩვენს კანდიდატებს არ აქვს შესაძლებლობა, რომ ნორმალურად მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. დაამტკიცონ ის, რომ მათ უნდათ ნორმალურად პროცესში მონაწილეობის მიღება, გვინდა რომ ვიყოთ კონსტრუქციულები. ეს მე მგონი ჩვენ უკვე დავამტკიცეთ იმით, თუნდაც რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ ჩვენი კანდიდატი, რომელიც იყო დამარცხებული კანდიდატი, გამოვიდა და მანამდე აღიარა დამარცხება, სანამ საერთოდ მართლ გულს ჰქონდა აღიარებული გამარჯვება და შემდგომ ნაცვლად იმისა, რომ ჩვენც რაღაცა გამოწოდებული ხელი მიგვეღო ქართული ოცნებისგან, მივიღეთ ესეთი რაღაც საშინელი განცხადებები ბიძინა ივანიშვილისგან, რომ აი ის ყველა ამომრჩეველი, ვინც ჩვენ მხარი დაგვიჭირა, პოლიტიკურად ბედსია თუ რა ვიცი, საერთოდ არც მინდა ამ სიტყვების გამეორება, რაც მან გამოიყენა და ჩვენ ძალიან ხშირად გვავიწყდება ხოლმე, რომ პოლიტიკას, ქართული ოცნების პოლიტიკას რეალურად არ გასაზღვრავენ, ხო, ის ადამიანები, ვინც აქ ხედან და ამას არანაირად მე შეურაცხყოფილად არ ვამბობ და არ განსაზღვრავს თვითონ ღარიბაშვილიც კი. ქართული ოცნების პოლიტიკას განსაზღვრავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი და ეს აისახება აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. ხა თქვენ ახსენეთ მაგალითად საგარეო ურთიერთობები, ხო? ხა ჩვენ როგორც არა, იმიტომ ვაუღნიშნე, რომ ეს არანაირად შეურაცხყოფის სახით მე არ გამომითქვამს, მაგრამ აბსოლუტურად ყველა მოქალაქე მიცის და მე მგონი, რომ თქვენც არ შემეწინააღმდეგებით ამაში, რომ გადაწყვეტილებებს ქართულ ოცნებაში იღებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ეს არის ადამიანი, რომელსაც საერთოდ არანაირი თანამდებობა არ აქვს და საერთოდ პასუხისმგებლობა არ აქვს მოსახლეობის მიმართ, თუმცა სწორედ ის არის ადამიანი, რომელიც დავალებებს გასცემს ბატონი ირაკლი ვარიბაშვილის მიმართ. მოსახლეობა ამ არჩევნებზე. ჩვენ უნდა გვენდოს, იმიტომ რომ
გიორგი ვაშაძემ ესე ძალიან კარგი დააყენა რა, რომ ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც შეიძლება ძალიან ბევრი კრიტიკა ყოფილიყო ჩვენს მიმართ გარკვეული მიმართულებებით. თუმცა მე ვფიქრობ, რომ იმ მიმართულებებითაც იყო ეს მაგალითად სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა, იყო ის ეგრეთ წოდებული მოსმენების თემა თუ ასე შემდეგ, მე ვფიქრობ, რომ ეს ხელისუფლება ბევრად უფრო უარესად იქცევა, ვიდრე ვიქცეოდით ჩვენ და მართლა ასე ვფიქრობ. თუნდაც, მე მაგალითად ვფიქრობ, რომ ის მოსმენები რაც არსებობდა თავის დროზე, უნდა რაც შეიძლება შემცირებულიყო. ეხლა მე ამას ნამდვილად მე შეგიძლიათ ბოდიში მოვხადოთ ამ ოფშორს. თქვენ მუდმივად ამ თემაზე აბა როგორ მე ეს ფარისეული თამარმა ძალიან გამკითხა რომ აი შენ ეს მიჭრებიო და ეხლა ბატონო გიგლავი თქვენ არჩევნებიშიც გითხარით კოლეგას და იქნებ ერთმანეთი ბატონმა თინა რატომ უნდა დაუჭიროს მოსახლეობამ ხარი შემდეგ ბატონ გიგლავს და მე უკვე საგარეო აუცილებლები სადაც ვითომ თუ როგორც არ აქვს ამას მნიშვნელობა როგორ განიხილავს სხვადასხვა მოქალაქე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაც ჩაითვალა მაშინ ამ მომრჩევლის მიერ, რომ იყო პრობლემატური ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის და რის გამოც ჩვენ გვითხრა უარი ამ მომრჩევლის ხუთთან 1 ოქტომბრის არჩევნებზე. ის თემები არის გაუარესებული ამ მთავრობის პირობებში, მიუხედავად იმისა, რომ ისინი პირდაპირ დასაგებია. ბატონ გიგლას უნდა ვიხოთ. უკაცრავად, რაც შეეხება დადებით დღის წესრიგს. ანუ რაც შეეხება დადებით დღის წესრიგს. რაც შეეხება იმას, რაც მართლა მოსახლეობას მართლა უნდა რომ რეალურად მიიღოს პოლიტიკოსებისგან. პოლიტიკოსებისგან ხო არ უნდა მიიღოს მოსახლეობას ის რომ მე მეც გისმენდი, არა მე მეც გისმენდი, შენ 10,000 უსმენდი, მე 30,000. ამის მოსმენა ხო რეალურად არ უნდა პოლიტიკოსისგან. პოლიტიკოსისგან მოსმენა უნდა მოსახლეობას იმის, სად ხო გესმით და აი საქმეს რაც შეეხება. საქმეს რაც შეეხება, აქ მართლაც ხა შედარებაც კი არ შეიძლება, მაშინ რა გაკეთდა ნაციონალური მიიღეთ თუ არა შეურაცხყოფად გაბატონ თინას განცხადება რომ ქართული ოცნების გადაწყვეტილების გაჩუმდება გასაგებია გისმენთ ბატონ გიგლა ქალბატონმა თამარმა განაცხადა რომ შეურაცხყოფა იყო ქალბატონ თინას განცხადება რომ გადაწყვეტილებებს მხოლოდ ერთი ადამიანი იღებს თქვენ იღებთ ამას შეურაცხყოფად და რას უპასუხებთ თქვენს ოპონენტს? მე პირადად ვარ გადაწყვეტილების პროცესში ჩართული, ისევე როგორც თამარია ჩართული, ჩემი პარტიის ბევრი ლიდერია ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში, კოალიციის წევრები არიან ჩართულები და პოლიტსაბჭო, რომელიც იკრიბება სისტემატურად, არის ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში. შესაბამისად, მე ახლა არ ვიჭორავებ ვერ დავემსგავსები ამ ფრაზებით, იმ ფრაზებით, ვიღაცის შეხედულებებზე და წარმოდგენებზე, მე ვამბობ იმას, მე ვარ პროცესის მონაწილე პირადად, გადაწყვეტილებების, ისევე როგორც სხვა ადამიანები არიან. არ გიშლიდათ ხელს. ერთი წამი. ასე რომ, გასაგებია, დაასრულოს ბატონო გიგლა. ხო. დიახ. ამიტომ მე ვერ მივიღებ შეურაცხყოფას, მე ეს არ მწყის. ასეთი ბევრი რამ გამიგია, მე რა მოხდა? ჩვენ ვაკეთებთ საქმეს და გავაგრძელებთ ამ საქმის გაკეთებას. მათ შორის შემდეგი საკითხი, რომელზედაც უბრალოდ მე ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით რა თქვა არ შეიძლება, იმიტომ რომ აქ საუბარია რა მოსმენ. ჩვენ ვიღებთ კანონს პირველი მოსმენით მივიღეთ. მოდით გავუსწოროთ ძალიან ბევრი იყო ლაპარაკი რომ მთავრობას რაღაც შენიშვნები ქონდა, პარლამენტს რაღაც შენიშვნები ქონდა. ვინმე გამახსენოს პრეცედენტი, სადაც წინა პარლამენტის და წინა ხელისუფლების პირობებში სადმე ყოფილა აზრთა სხვადასხვაობა მთავრობასა და პარლამენტს შორის და მერე მიიღწევთ შეთანხმებამდე. რასაც ჩასძახებდნენ, იმას ამოსძახებდა პარლამენტი და დღეს ჩვენ გვეუბნებიან რომ ერთი ადამიანის ჭკუას დავდივართ, მაშინ როდესაც სხვებისგან განსხვავებით გვაქვს უნარი რომ მთავრობასაც დაუსაბუთოთ ჩვენი პოზიციები და გავიტანოთ რაღაცეები და ასე შემდეგ. მთავრობას ქალბატონო თამარ იქნება გითხრა რა ძალიან ბევრი და ეხლა არ მისმენთ როცა ზოგადად ეთერში გამოვდივარ მე. აღარა მოსმენებისთვის კარგი. აპირებდი თქვენ კიდევ სხვა კითხვები. არა, სხვა კითხვა არა, სხვა თემაზე უნდა გადავიდეთ. ეხლა ეს არის საგარეო საკითხზე. ბატონმა გიგლამ განაცხადა, კი მოგცემთ საშუალება. ბატონმა გიგლამ ერთგვარი საყედურის ნიშნით თქვა რომ ერთხელ არ გიხსენებიათ საგარეო საკითხებთან დაკავშირებით რა წარმატებაც აქვს მიღწეული ხელისუფლებას ამ ფლანგზე. ბატონ გიგი, თქვენ თქვით რომ ამ ერთი წუთით თემას უნდა შევეხოთ, იმიტომ რომ ეს თემა არის კვირის აქტუალური თემა. მით უმეტეს უელსის სამიტთან დაკავშირებით ერთგვარი მოლოდინები გაჩნდა. თქვენ გქონდათ მოლოდინები, რომ უელსის სამიტზე უფრო მეტად დაუახლოვდებოდით ნატოს? ოპოზიციური ძალა, რომელიც რაღაცას ვერ ხედავს. თუკი ნებისმიერი მიმართულებით გადაიდგმება ნორმალური ნაბიჯი, ჩვენ ამ ნაბიჯებს
არ უარყოფთ და პარლამენტშიც რამდენიმეჯერ მხარე დაუჭირეთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მიგვაჩნდა, რომ ქვეყნისთვის სწორია და არა ვართ ის ოპოზიცია, რომელიც ყოველთვის რაღაცას უარყოფითად აღიქვამს. ალბათ გვექნება საშუალება რაღაცა ცოტა მეტიც ვთქვათ, ჩვენ რატო უნდა დაგვიჭიროს მოსახლეობა საშუალებას თქვენ უბრალოდ ფაქტით გადაგიხართ. არა, არაფერზე არ გადავდივართ, თქვენ ახლა საგარეო საკითხი. კი, იმიტომ რომ მოვჭით საშინაო საქმეებზე საუბარს, მაგრამ კარგი, კი ბატონო. ჯერჯერობით ნუ მოვრჩებით ამაზე საუბარს, მაგრამ თუ თქვენ გაინტერესებთ საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს პრეტენზიები, გვაქვს სხვანაირი შეხედულებები, როგორი უნდა იყოს რუსეთთან დამოკიდებულება და ამ ენის მოჩლექვამ მოიტანა ჩვენი საზღვრების საერთოდ ასე ვთქვათ მართულ ხარდები ჩაკეტვა და აგერ ლამის ჭორვილადან ბატონ ბიძინას სოფლიდან მიყავთ ხალხი ჯონჯოლზე და იმაზე სოკოზე გასული ყოველდღიურად იტაცებენ 20 ადამიანს. ეს არის პასუხი შერბილებულ, არაკრიტიკულ, ასე ვთქვათ რუსეთთან დამოკიდებულებაზე. რაც შეეხება ნატოს და MAP-ს. და ეს აკციის დავივიწყოთ, რომ არაშერბილებულმა პოლიტიკამ ჩვენ ტერიტორიის 20%-ზე დაგვაკარგინა რა. იცი რა, როდესაც ამბობ, ნუ იქნებით სამხრივი, ბატონ გიგლა, რიტორიკა დაგჭირდა 2 წელი, არ გამართა ჩვენი რიტორიკა იმას მაინც ახერხებს. თქვენ 2 წელი დაგჭირდათ იმის, რომ გაგეცხადებინათ, რომ ომი ჩვენ არ დაგვიწყია, ეხლა ბოლოს განცხადდა ესა, მანამდე სულ ამბობდით, რომ ომი ჩვენ დავიწყე და უკრაინამ დაარწმუნა მთელი მსოფლიო დაარწმუნა იმაში, რომ საქართველოში შემოჭრა რუსეთის იყო პრაქტიკულად გარდაუვალი და ის ინვაზია, ის ომი იყო გარდაუვალი. რაც შეეხება ნატოს საკითხს და MAP-ის საკითხს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში ხელისუფლება უნდა იყოს გაცილებით უფრო ერთიანი ამ პოზიციაში, ორჭოფობა, ყოყმანი, სხვა ტიპის განცხადება, რომ პრემიერი ბრიუსელში განცხადებს, რომ უნდა შევეგუოთ რეალობას, რომელიმე მინისტრი დაწერს გამოცემაში, საერთაშორისო გამოცემაში, რომ ჩვენ MAP-ი გვინდა და ნატო გვინდა, თუმცა ეს არ არის მთავრობის განმარტებაში იქნება, რომ ეს არ არის მთავრობის პოზიცია, რომ იქნება ვთქვათ, არა თანმიმდევრული, ეს არის ძალიან დამაზიანებელი პროცესი. გულისხმობ ამას პეტრიაშვილის ინტერვიუს და შემდეგ იქ განმარტებას და ასე შემდეგ. ასეთი დისოციაციები, ასეთი სხვადასხვაგვარი მიდგომები ძალიან აზიანებს ამ პროცესს. თქვენი დაახლოება ნატოსთან, თქვენ ესე ფიქრობთ? მე ვფიქრობ, რომ თქვენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს უელსი სამიზე ჩვენ მივიღებდით MAP-ს. ამის პროგნოზირება ძალიან რთულია, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ყოველთვის გქონდა პროგრესი და რაღაცისკენ მივდიოდით. ამის მთავარი ხელშეშლა იყო რუსეთის შემოჭრა, ეს იყო სწორედ მთავარი მუხრუჭი, რომელიც რუსეთმა და შანტაჟი, რომელიც დაანახა დასავლეთს, მაგრამ დღესდღეობით ჩვენ მე მგონი რომ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ გქონდეს ამ ხრივ განსხვავებული მოსაზრებები თავრობაში, რომელიც აცხადებს, რომ მას უნდა ნატოში შესვლა და არ უნდა იყოს მართლა ხა კინკლაობა ისეთ უმნიშვნელო საკითხზე, ასეთ მნიშვნელოვან თემაში, როგორც არის ასოცირებული ბატონ გიგლა. ვინ მოაწერს ხელს, პრეზიდენტი თუ პრემიერი? კოალიცია რამდენიმე სუბიექტისგან შედგება. გარდა ამისა, ქაბატონი თამარიც საუბრობდა, რომ პარლამენტს ხშირად დაუფიქსირებია თავისი პოზიცია მთავრობის რაიმე კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, ეთანხმება თუ არ ეთანხმება. ანუ შეიძლება განსხვავებული პოზიციები არსებობდეს. აი კონკრეტულ საკითხზე თუ არის მთავრობაში და ხელისუფლებაში და ზოგადად კოალიციაში ერთიანობა, საუბრობ ევროატლანტიკურ ევროკავშირზე კარგით. ასოცირების ხელშეკრულებაზე არ საუბრობ. ნატოზე საუბრობ ბატონო გიგლა. კი ბატონო. ბატონო გიგლა, ერთი იმას გავაკეთე და მე თქვენ ძალიან ცოტა დრო გრჩება. აი მე იგივე თავდაცვის მინისტრმა როცა გააკეთა განცხადება განლაგებაზე, მისი დამატებითი, ასე ვთქვათ, ამერიკული თუ ნატოს თავდაცვითი საშუალებების და ატყდა ამაზე ამბავი ლამის შეშაფოთზე გააკრეს. ახლა მე კიდე ერთხელ გეუბნები, თუ ესეც გამოხატულება როგორ შეუტახებ მეტი რა უნდა თქოს, აბა თავდაცვის მინისტრმა ამისკენ არის მთელი ნატო ხელისუფლების წარმომადგენლებთან არის თუ არა ერთიანი ხელისუფლება ამ საკითხში გისმენთ ბატონო? ამ საკითხში ხელისუფლება არის ერთიანი მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია აზრები, რომელიც გამოიწვება ხელისუფლების სხვადასხვა შტოებში ან სხვადასხვა წარმომადგენლების მიერ, შეიძლება ისინი იდენტური არ იყოს და აბსოლუტურად სწორია, აბსოლუტურად გასაგებია ჩემთვის, რომ აზრთა სხვადასხვაობა შესაძლებელია არსებობდეს. ეს არის ბუნებრივი პროცესი. თავარი ხაზი არის შეთანხმებული, სტრატეგიული ხაზი არის აღებული, ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხაზისთვის არ გადაუხვევია ქართულ ოცნებას, მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში და მერეც სულ გვეძახდით ძალიან
ზოგადად ხშირად გვეძახდით, ხო, ნუ არ ვიცი, ჩვენ ვსვლილვად ხო, ამას მეტრო საქართველოს არ ხო, დაამთავრეთ და ჩვენი ნაკლებია დაამთავრეთ. განხეთქილების საგანი, ესე იგი ამერიკასა და ვერ გავეცი პასუხი კითხვას, რატო უნდა მოგცეს ჩვენ ხმა ამ ოფიციალურად. უელსის სამიტზე რას ელოდება საქართველოს ქაბატონ თინას და შემდეგ თამარ სამ საკითხს ვკითხავ. კი ბატონო. თუ გსურთ დაფიქსირება ძალიან მოკლედ, იმიტომ რომ ცოტა დრო გრჩება და მე მინდა რომ ქაბატონებს მოასწრონ ამაზე. დამაიმედებლად შევხედავდი შესაძლებლობას, რომ საქართველოს შესაძლებელია მაპის გარეშე მიიღოს ოღონდ არა ის თქვენ რო ამბობდით მაპზე უფრო უკეთესი მივიღეთ არა მაგრამ აქ იყო კონკრეტული ნათქვამები ყოველ შემთხვევაში ამას ამბობდა რასმუსენი ამას ამბობდა ნატოს საპარლამენტო ასამბლეა და ფერას ამბობდი მაგრამ მე ვამბობ რომ შესაძლებელია მაპის გარეშე საქართველოს მიიღოს გაცილებით სერიოზული მხარდაჭერა რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას კაბატონ თინა რასელით მოცის ამეტი არ დაგეწყინოთ იმედია რომ კარგი ეს აბსურდია უკაცრავად ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით ამაში ეს ძალიან დიდი ხანია უკვე მიმდინარეობს საქართველოში მუშაობა იმაზე რომ სწორედ მაპი მივიღოთ ჩვენ და ძალიან დიდი ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართულებით და ეს გავიარეთ და კიდე უფრო სწრაფად უნდა გაგვეულო და გავივლიდით კიდეც რომ არ ყოფილიყო დღევანდელი ხელისუფლება ასე რომ მე ძალიან გული მწყდება იმაზე თუ თქვენ გადაწყვიტეთ რომ სწორედ გადაუხვიოთ ახლა ამ გზას და რაღაც ალტერნატივებს ეძებთ ძალიან ცუდია კი ზუსტად მივხვდი ბატონო გიგლა და ვფიქრობ რომ ძალიან არასწორი გადაწყვეტილება თუ ეს მართლა სტრატეგიული პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. თუმცა ამაზე სხვა მინდა გითხრათ, რომ სხვა მთავრობის წევრებისგან მე არ გამიგია საუბარი, შესაბამისად მე დღესაც ვილაპარაკებ მაპზე. რაც შეეხება ხა ამ კონკრეტულ განცხადებას მერკელისგან, ხო მე მგონი რომ რაც შეეხება აი რეალისტურ შეფასებებს, ძალიან რეალისტური ვიქნებოდით ჩვენს შეფასებაში, თუ ვიტყოდით იმას, რომ გერმანია სამწუხაროდ იყო ყოველთვის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც სკეპტიკურად იყო ხოლმე განწყობილი საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმართ, ასე რომ აქ ესეთი სიახლე თავისთავად განსაკუთრებული არაფერი არ არის. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ის ქვეყნებიც კი, როგორც არის მაგალითად ამერიკა, რომელიც მართლაც ფლაგმანია, ხო, რომელიც ძალიან ხმამაღლებული იბრძვის იმისთვის, რომ ჩვენ რაც შეიძლება მალე გავხდეთ ამ ალიანსის წევრი, ისევე როგორც ვთქვათ ბალტიის ქვეყნები, სამწუხაროდ დღესდღეობით იმის აქტუალიზაცია, ანუ საქართველოს თემის აქტუალიზაცია ამ ქვეყნებთან აღარ ხდება ისე, როგორც ეს ხდებოდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დროს, წარსულში. ეს მართლაც ესეა და ამის ძალიან ბევრი მაგალითი ჩვენ შეგვიძლია ვიხილოთ. მაგალითად ის, რომ ჯო ბაიდენი გამოვა მიუნხენის კონფერენციაზე, მაგალითად ის, რომ ევროსაბჭოში მივიღებთ რაღაც რეზოლუციას, მაგალითად გერმანიელებს დაუჭირეს მხარი ხო? იმის თქმა მინდა რომ და ეს რა საიდან გამომდინარეობს, ისევ და ისევ ვუბრუნდებით ბატონ ბიძინას, იმიტომ რომ ჩვენ ყოველს გვახსოვს ბატონ ბიძინას სიტყვები, როდესაც მან თქვა რომ როდესაც მან თქვა უკაცრავად თქვენ შენიშნებთ იწევით ხოლმე იმასთან დაკავშირებით რომ გეჭრებიან, ასე რომ მეც დავასრულებ თუ შეიძლება. უხერხებელი ყოფილა, როდესაც თქვენ ასზე ლაპარაკობთ და ვინმე შეიძლება არ არის პრობლემა ბატონ გიგო. და იქ საუბარი იყო, იქ ანუ მე რისი თქმა მინდა რომ ის ქვეყნებიც კი, რომლებიც ჩვენთვის ძალიან ესეთი თავდადებით იბრძოდნენ, დღეს აღარ არიან ისე ჩართული ამ თემაში და რატომ? იმიტომ რომ ბატონმა ბიძინამ განაცხადა რომ საქართველოს არ უნდა იყოს დაბრკოლება დასავლეთსა და რუსეთთან ურთიერთობის შორის. და ბოლოს ვიტყვი ძალიან გთხოვთ ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა რაც განაცხადა ქალბატონ მერკელთან შეხვედრაზე, რაც აი მართლა ანტისახელმწიფოებრივი განცხადება იყო, რომ რუსეთთან ჩვენ რეალურად დავალაგეთ ურთიერთობა. ის დადის და ყველას ეუბნება, რომ თურმე ჩვენ რუსეთთან დავალაგეთ ურთიერთობა და მეც მან უკრაინასაც კი მისცა თურმე რჩევა, რომ აი თქვენც იქნებ დიალოგის სახით და ეს არის ანტისახელმწიფოებრივი და საერთოდ ან არ ისმის თემა და ან და პირდაპირ უნდა რომ განახორციელოს ჩვენთვის მავნე პოლიტიკა. დიდი მადლობა. ქაბატონ თამარ, თქვენ რა მოლოდინები გაქვთ? უბრალოდ მე მოლოდინი მაქვს იმის, რომ ჩვენი ხელისუფლება რეალურად გამს აბსოლუტურად ისეთ ნაბიჯებს, რომელიც არის ასე ვთქვათ დადებითი შედეგების მომტანი ამ თვალსაზრისით მიმაჩნია რომ შესაძლოა პოზიციურებ და თვლიან რა თქმა უნდა ჩვენი ოპონენტები რომ ისე არ ვახმოვანებთ როგორც მათ სურს, მაგრამ განსხვავებულები იმიტომ რომ სხვადასხვა, მაგრამ მიზანი ერთი სწორად მივდივართ, ჩვენ თვლით რომ სწორად მივდივართ. ეხლა ნუ მაინც რატომ თხოვთ იმაზე ვილაპარაკო, მე მომეცით უფლება ჩემს დროში ვთქვა ის რაც მე მინდა. ხო? შესაბამისად არ ვიცი რა რატომ
მაინც და მაინც ის გინდათ რომ თქვენ ენაზე მე აქ ვილაპარაკო და შესაბამისად თქვენ იმას ითხოვთ რომ პრემიერმაც იმ ენაზე ილაპარაკოთ როგორც თქვენ გინდათ და ხალხმა ჩვენ იმით აგვირჩია რომ ცოტა სხვა ენაზე ვილაპარაკოთ რა სხვა სიტყვებით ვილაპარაკოთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა ახლა შედეგების მიხედვით მოსახლეობა იმშრებს რას უაკეთებს და რას არ უაკეთებს დაკავშირებით მაგრამ ჩვენ ვთვლით რომ შემოდგომაზე ჩვენ გვექნება საგრძნობი შედეგები სადაც ჩვენი ქვეყანა მიიღებს მხარდაჭერას ეს არის ჩემი პასუხი და ახლა გავცობა სამისი დამატებით არ ვობი სულ ცოტა ხნის წინ თქვენ იცით ბარაკ ობამას ინიციატივა ევროპის უსაფრთხოების მხარდასაჭერად $1 მილიარდი გამოყოფის თაობაზე მათ შორის არის იგულისხმება საქართველოს უფრო დეტალურად შემდეგ უკვე მოგვიანებით გახდება ამაზე ცნობილი მე მინდა რომ თითო წუთი მოგცეთ იმისთვის რომ თითო წუთი მოგცეთ იმისთვის რომ თქვენს ამ თითო წუთში თქვენს ამორჩევას მიმართოთ კიდევ ერთხელ თქვენ გქონდათ თხოვნა თუ რატომ უნდა დაგიჭიროთ ხარი თქვენ კონკრეტულად ნაციონალურ მოძრაობას დავიწყოთ თქვენგან ბატონო გისმენთ ბერგე ჩვენ მევესალმებით მე მგონი რამდენჯერმე ვთქვი საქართველოს მხარდაჭერა ჩვენ ბატონ გიგლა იმ აწელს რო გვახსენებთ ამ აწელზეც ვიტყვით სწორედ ამას ვაკეთებდით მუდმივად რომ საქართველოს გქონოდა მსოფლიოს მხარდაჭერა და იმ არჩევნებსაც რო გვახსენებთ რომელთაც თქვენ მოხვედით ხელისუფლებაში ჩვენ არ გქონდა იქ ნაკლები როლი როდესაც ვთქვით რომ თქვენ გაიმარჯვეთ და არ აგვიტეხავს ერთი ამბავი ეს იყო დემოკრატიულობის დემონსტრირება ჩვენი მხრიდან ერთხელაც და მეორეჯერ ეხლა რაც შეეხება რატომ შეიძლება დაგვიჭირო მხარი და კი ბატონო მე ვფიქრობ რომ ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა რომელსაც შეიძლება გქონდა ბევრი შეცდომა ბევრი ხარვეზი ამ 10 წლის განმავლობაში მაგრამ ეს არის პოლიტიკური ძალა რომელიც აკეთებდა საქმეს ვერავინ ვერ გაექცევა ამას რომ საქართველოს წინ წავიდა არა 10 წლის განმავლობაში საქართველოს წინ წავიდა პირველ წელს საქართველოს წავიდა მეორე წელს მესამე წელს და ყოველ წელს საქართველოს გქონდა პროგრესი ეს არის ჩვენი ალბათ ძალიან სერიოზული აქტივი იმ გამოცდილებასთან ერთად იმ შეცდომებთან ერთად ძალიან ზოგჯერ მწარესთან რომელიც შეიძლება ჩვენ გქონდეს დიდი მადლობა და საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება სამწუხაროდ ამ 2 წლის განმავლობაში პროგრესს ვერ აჩვენებს გასაგებია მადლობა ბატონ გიგლა ძალიან ერთ ციფრს ვიტყვი აქ ალბათონი თამარ ამბობდა რაღაცა წინა პერიოდის უფრო კაც პოლიტიკასთან და ჩვენ კრიტიკულად ვიყავით და დღესაც ვართ განწყობილი რაც არასწორი იყო მაშინ მაგრამ მინდა უბრალოდ ერთი ციფრი მოვით ანუ შეგახსენოთ რომ აი ბოლო კვლევებით და ბოლო იმ სტატისტიკურ ინფორმაციით საქართველოში 37%-ით მეტი ამ აპრილში მსჯავრდებული ვიდრე ეს იყო 2012 დიდი მადლობა გისმენთ ბატონ გიგლა რატომ უნდა დაგიჭიროთ მართლობის მთელი წინა პერიოდის განმავლობაში რაც არ უნდა მოხდარიყო და პროგრესი რომ იყო დაუშვათ იგივე ეკონომიკის სფეროში მაგალითად ბიუჯეტის კონტექსტში თუნდაც ამას ვიტყვით ერთი მთავარი პრობლემა იყო იცით სახელმწიფო ისტებლიშმენტი და ხალხი ერთმანეთს დაშორდა და ჩატყდა ხიდი ეხლა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია და თქვენი თავი წარმოიდგინეთ ერთგან და ხალხი ყველა დანარჩენი დარჩა სხვაგან ჩვენ ამ ხიდის აღდგენით დავიწყეთ რაც მოვედით ხელისუფლებაში და ადგილობრივი თვითმმართველობის კანონი და რეფორმა რომელიც მიმდინარეობს და არის ამის მაგალითი ჩვენ გავბედეთ მხოლოდ ჩვენმა ხელისუფლებამ გაბედა რომ მიგვეცა ხალხისთვის საშუალება აირჩიოს საკუთარი მმართველი ორგანოები ადგილებზე როგორც მუნიციპალიტეტებში ასევე გამგებლებით ასევე მერებით თქვენ დაიწყეთ მას შემდეგ ორ მერზე თუ არ ლაპარაკი ძალიან გამიზეწოლა იყო ჩვენ მივეცით საშუალება ადამიანებს 50%-იანი ბარიერი დავაცეთ ჩვენ პირველ პლანზე პოლიტიკის პირველ პლანზე გამოვიყვანეთ ადამიანი და ჩვენ იმ ადამიანს არ გაუუცხოვდით თქვენგან განსხვავებით და ჩვენ ვფიქრობთ ადამიანებზე ყველგან და ჩვენ გვჯერა იმ ადამიანების იმიტომ რომ ისინი უნდა იყვნენ შემოქმედებითი პროცესის ნაწილი როგორც ადგილებზე ასევე ცენტრში ამაშია ყველაზე მთავარი განსხვავება ჩვენსა და თქვენ შორის და ამ გზის წარმატება სტრატეგიული ხაზის წარმატება დამერწმუნეთ არის გარანტირებული ერთი რამით იმიტომ რომ აქ არის არა ვინმეს ერთი ადამიანის წერლის მხატვრის არქიტექტორის არამედ გუნდურობა ქვეყნის სოლიდარული საზოგადოების კონტურები ჩამოყალიბდება ზუსტად ასე. მადლობა, კი, მთავარი ის არის ადგილობრივი თვითმმართველობის კანონში, რომ სწორედ ამ არჩეული ადამიანების გადაყენება შეუძლია პირდაპირ სხვა ესეც ვითომ ადამიანების ზრუნვით. ასე მთავარი შეიძლება გადააყენოს საკრებულო პოლიტიკა. ეს კოლეგას ეცით პატივი რომ ამ ერთ წუთში შეიძლება გისმენთ. ყველანაირი დასაბუთების გარეშე. არანაირი უტრირება არ არის. ჩვენ შევს გაარჩიეთ, მე და ჩემი კოლეგა დავალაგეთ. მე ჩემს დროს საეთერო დროზე ასე რომ
ეს ვფიქრობ, აი სწორედ არის, მე ვფიქრობ ძალიან ლაკონურად ის რაც ქართულ ოცნებაზე უნდა იცოდეს და იცის კიდევაც ხალხმა, რომ აი ეს ვითომ შეფუთულად რაღაც ტყუილებს თავაზობენ ისინი მოსახლეობას, ძალიან მარტივად უნდა ვთქვათ. ხოლო ჩვენ კი ვთავაზობთ, საქმეს, ჩვენ ვთავაზობთ იმას, რომ ჩვენი წარსულიდან და ჩვენი გამოცდილებიდან რაღაც შეცდომები რაც იყო იმაზე ვისწავლეთ. და ის საქმე რაც გავაკეთებთ კიდევ უფრო მეც, რა თქმა უნდა, ასე რომ ეხა არჩევანი არის ნამდვილად საქმის კეთებას შორის და უსაქმურობას შორის. დიდი მადლობა, გაბატონო თამარ. კარგით, ახლა მე ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ ბოლოს, მაგრამ მე მინდა ერთ რამე ვთქვა, პირველ რიგში საკრებულოს აქვს თავისი წესები, როგორ შეიძლება გადააყენოს ეს არჩეული ადამიანი და აბსოლუტურად ეს მექანიზმი არის სუსტად ბალანსის მექანიზმი, იმიტომ რომ არსებული იმუნიტეტი, რაც ჰქონდათ ყოველ შემთხვევაში ადამიანებს, ეს გადადიოდა სრულ უპასუხისმგებლობაში და ეს უპასუხისმგებლობა რო არ გაგრძელდეს, ამიტომ არსებობს მე შემსაბამისად იქ კაცრად გაწერილი წესები, რის შესაბამისად ხდება ეს. მაგრამ მე როგორც ხალხის წარმომადგენელი დღეს ახლა ამ წუთას არ მინდა არჩევნო საკითხებზე ვილაპარაკო, მაგრამ თავს ვალდებულობ როგორც ქალი და როგორც პარლამენტის წევრი ერთ საკითხზე გავამახვილო ყურადღება. უკანასკნელ პერიოდში 3 თვის განმავლობაში უკვე 15 ქალი მოკლა ქმარმა. ეს არის უმძიმესი მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში. მე მინდა მივმართო ქალებს, ერთ-ერთი შემთხვევა მოხდა ნაძალადებში. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებს იჭერენ და დააკავეს ის ნაძალადების მეუღლე და ასე გარდაცვლილ ცოლს ვერ გააცოცხლებს ვერანაირი მკაცრი სასჯელი. ქალბატონებო, მე მოგმართავთ ამ შემთხვევაში, რომ ოჯახში ძალადობა არ არის ოჯახის თემა. ეს არის სიკვდილ სიცოცხლის თემა უკვე, რასაც ვხედავთ ჩვენ ქვეყანაში ქალების მიმართ, რაც ხორციელდება. მაპატიეთ რო თემას გავწვდი, მაგრამ მე არ ვიქნები ამ მორჩეულის წინაშე მართალი, რომ ამაზე არ ვილაპარაკო და არ მოუწოდო სკოლის მასწავლებლებს, რომ ბავშვებს ასწავლონ, რომ ქალები არიან მამაკაცის თანასწორი, რომ ქალებს უნდა მოეპყრან თანასწორად, რომ ქალების მიმართ და ბავშვების მიმართ ძალადობა ეს არ არის ოჯახის თემა, ეს არის სახელმწიფოს თემა და როდესაც მიმართავთ პოლიციას და პოლიცია არ იმოქმედებს, მე მომართეთ მე ბატონ გიგლას, გაბატონ თინას და ვიქნებით თქვენს გვერდით. ხო ბატონ გიგლა. მე ერთ-ერთი ინიციატორი ვიყავ გეთანხმებით. ეხლა შემოს არა ვიცი და მე ვიცი რომ წინამ პირიქით ყველა იზიარებთ ეხლა ჩემს ამ გულის ტკივილს და შემოსულია პაკეტი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, რომლიც ასე ვთქვათ აძლიერებს თქვენი დაცვის მექანიზმებს და გთხოვთ ნუ გაჩუმდებით და დაიცავით საკუთარი უფლებები. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ მობრძანდით და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. ჩვენი პირველი ნაწილი გადაცემის პირველი ნაწილი დასრულებულია. რეკლამის შემდეგ ჩვენ დავბრუნდებით გირგვლიანი საქმე, ეს იქნება ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილი. მთავარი თემა ადვოკატები იქნებიან ერთმანეთის პირისპირ და ასევე გირგვლიანის ბიძა გოგი ენუქიძე ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში, დაგველოდე დავბრუნდებით ძალიან მალე.